მე სიტყვაზე ვიხარ ზოგადად ჰაი-თოპის გარდა იშვიათად რამეს უყურებ. აი ეს უნდა გავაკეთო თავიდან ედიტი. Best country Georgia. Let's go man. The Fight Hop Podcast. გამარჯობათ თურქოსო მაყურებლებო, ჩვენ ვართ Fight Hop-ის მორიგი ეპიზოდში, 199 ეპიზოდია ეს Fight Hop-ის, ჩვენი მეგობარი ყველასთვის კარგად ცნობილი ხუჩა კორიძე გვყავს დღეს სტუმრად და სანამ დავიწყებ ჩვენს ესე ვთქვათ მიმოხილვას MMA-ის ამბების, ძირითადად ქართული MMA-ის ირგვლივ როგორც ყოველთვის ვთქვათ გამოიწეროთ ჩვენი არხი და გვიჭიროთ ხარი რომ არა ენთუზიაზმი და სიყვარული ამ სპორტის მიმართ ეს შოუ არ იარსებდა გიო თან ყველაფერთან ერთად გიო დამუნჯდა ლაპარაკის უნარის წაერთვა ის და არასაც ვერ ამბობს მაგრამ არაუშავს ხუჩა და გოჩა გვყავს სტუმრად როლების გიოს ნაცვლად მამლუк და ისაუბრებენ აჰა მამლუк როგორ ხართ? მამლუк კარგად მაო შენ რა მადლობა არამიშავს. კარგად ისეთ ხო შემიხბა. დანასარივოთ უეჭა გვერდულად ხარ ეკლანი დაბლოკელი გაქვს გადატრიალება სავარაუდო. ოჰო ეხლა არ ჩანვა არა. თან ხარ და გვერდულად ხარ რომისკენ თავით ბიჭო და ძალიან საინტერესო დასაწყისია ეპიზოდის დარწმუნებული ვარ ხალხს ჩავითრევთ მაგრად. ბიჭო იცი როგორ ახარ გოჩა ლიზინგ ბორო ყავდა მთელი ბრძოლა აი ეგრე ხარ რა ხდება ბიჭო ბათუმში წვიწუმს არა მაგარი სპორტის მაისურის ამინდი არის მაისურის შეფებში დავდივარ საფრთხელი ზაფხულში სამთვერში სამჯერ გამოდის მზე ბათუმში ჩემი და საღო მაგარი ის და რა მიხდება ეხა სულ მაგარი ამინდები არის ბიჭო დუბაიმ გამოუშვა ის მაგათ ხელოვნურ ღრუბელი აქვს მე მგონი ბათუმის ღრუბელი წაიღეს ჩვენთან იწვიმოს ცოტა ხანი თორე გაგვიშრა პერიოდა რა და გამოუშვათ ზე ისე რა მაგარი გაკეთებულია ბათუმი ხა ბათუმი წლები არ მინახავს რა ხო და ერთი 20 წელი იქნება რაც ბათუმში არ ვარ ნამყოფი მეტი არა 20 არა გეტყვი ახლა ბოლოს ვიყავი 2006 წელს ვიყავი ბოლოს ბათუმში მე ვიყავი თბილისში 2006-ში ვიყავი სადღაც ბათუმში. ბიჭო და მე ვიყავი 17-ში და მართალს იძახი რა, შენ ნანახი არა გაქვს რა და მე ნანახი მაქვს ახალი ბათუმი. ხო, ჩათვალე რომ ნანახი არ მაქვს. არა გაქვს ხო, რა თქმა უნდა, მე ვიყავი 17-ში რა და აი ისე ტურისტივით დავდიოდი მეთქი ვა ეს სად მოვედი რა. ძალიან მაგარი. ბიჭო, მაგრამ მე პირველი მოვდივარ ბათუმში ჩემპიონთა აკადემიას ჯვარი წერია და კარგად იყვნენ ბიჭები მან მე თქვენს დარბაზში მოვდივარ ეგრევე რა პირველი და მე რა თქვენ უნდა წამიყვანო და დამათვალიერებ მე უნდა წამიყვანოთ მე როგორც ტურისტი ჩამისვათ უნდა მანქანაში და ეს ერთი წესიერი აჭარული ხაჭაპური უნდა გაჭამოთ ბაზარი არა აუ ამას წინათ ჭამი აქ რა და დამოიწყებია რა გემრიელიო ბიჭო ეგეც 1-20 წელი არ მქონდა ნაჭამი რა მაი კიდე აჭარაში არ გიჭამია ძალიან ხო ბაზარი არა შენ ზობას ფიცავარ როგორ ჭამდის შენ ორივე ხელით რა მე რა სუნაგი ხალხი მიყურე და რა ჭირს ამ უპატრონოსო კარჩე და მაგის შეგრძნება ვიცი იმიტომ რომ რაი რომ გზავრობდი ხოლმე ხო ხარასთან რომ დავიკარგებოდი ერთი წლით რომ ჩამოვიდოდე ხინკას რომ დავეცემოდი კაროჩე ან აჭამს დავეცემოდი ძალიან ვაფშე სხვა გემოიყო რა ბიჭო იმან წამიყვანა რომამ ყურაშუმა რა და დამპატიჟა მაშინ მივიდიოდით ფილადელფიაში BKFC-ის საყურებლად იცოს საყურებლად და აჭარულები ჭამოთო სანამ წავალთ მოგვშვიდებაო და დავჯექით და ჭამეთ ბრუკლინში რა და აუ ისე გამისწორდა სხვათა შორის რომაზე რახან ჩამოვარდა ლაპარაკი უკვე უვცებ დავაანონსებ ივნისში Ring of Combat-ი რომა ყურაშვილი იქნება main event-ი ანდერკარზე იქნება ბექა ლაშხია და ასევე ჩემი ორი თანაგუნდელი ზაკ ბლუმბერგი და ბენი ძალიან მაგარი კარდი იქნება და ვინც აქ ხართ ამერიკაში ჩვენი მაყურებლები ყველას მოგიწოდებთ გჭირდება თქვენი დახმარება ძალიან დიდი და ძალიან მაგარი შოუ იქნება მაგრამ ვცდილობთ რომ დაჩილება ბევრი ბილეთები გავყიდოთ რაც შეიძლება ბევრი წავიდეთ ერთად და ძალიან თვალს შემეხმიანეთ სულ ყველამ ბილეთებზე რა
და ძალიან მაგარი რაც ყველაზე შოუ მაგარია, ეძება. რომ ამერიკაში ივენთი არის და US ივენთი ჩვენი ქართული ივენთი არის, კი, რო ვთქვა და კი, მეინ ივენთი ჩვენი არის სხვა ლიგაში და კიდე ერთი ქართველი ჟღობს ქართში და ბაზარი ქართველები არა. და ძალიან მაგარი არის. თან კი. ქართველების წარმომადგენლობით არის, ასე რომ ვთქვა, ეხა უკვე შენი ახალი დებიუტი ხო გააკეთე ეხა რომ როგორც ხო. მენეჯერი, პრომოუტერი მებრძოლის და ესა ძალიან მაგარი მომენტი არის რა. გილოცავ მაგებას და რავი რა. მადლობა. სულ სვანეზე კი მაგაზე არ რო ამბობენ, მაგრამ სულ ბიჭო, მაგაზე არ ვაკეთებ ჯერ აქცენტს ყველაზე ხარ რა. ჩემ ჯერჯერობით მაგას ჩემ საქმეს ძალიან ჩუმად მაგარი არის, მაინც ისტორია არის. ჩვენი ქართველები ყველა მოძრაობს ახლა სხვის ქვეშ და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის. აქედან იდგმება ნაბიჯი ხო იცი, ზოგადად პატარა ნაბიჯიდან იწყება დიდი გზა და პატარა პირველი ნაბიჯიდან იწყება დიდი გზა, დიდი გზის გავლა და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად არის ვაფშე ამერიკაში ქართველი ჭუბობს და ქართველის წარმომადგენლობით არის მაგ მოხვედრილი და არა ვიღაც სხვა მენეჯერიდან და ძალიან ბიჭო, მაგარი რა არის. იცი? ჩემი აზრით ხო, მენეჯერი უნდა იყოს როგორი როჟა, იცი? აი, ყველაზე მეც რო აკეთებს კულისებს მიღმა ბრძოლამდე და ბრძოლის მერე და ყველაზე ნაკლებად რო ჩანს. აი, ეგეთი როჟა უნდა იყოს და დღეს შეიცვალა ყველაფერი, დიდს არაფერს არ აკეთებენ. შეძრალი არიან ერთი და ყველა ერთი ორგანიზაციასთან არის შეტენილი ან ცდილობს რომ შეეტენოს ერთ და იგივე ორგანიზაციას და ერთ და იგივე ადამიანს და ყველაზე მეტად უნდათ რომ გამოჩნდნენ თან, აი, ბრძოლამდე და ბრძოლის მერე და ასე შემდეგ და მე მგონია რომ პირიქით ჩვენ მენეჯერებმა ყველაზე მეტად უნდა გააკეთონ ეს რა ქვია paperwork-ი, ისა მოლაპარაკება, ჩალიჩი, იმის შეეცადო რომ შეიძლება კაი მოწინააღმდეგე შეხვდეს, შეეცადო რომ შეიძლება მეტი ფული შეხვდეს შენ მოჭუბარს ის უმტკინებლად გადააგორო. აქ ხო იც ბევრი რაღაცებია, თავისკენია გასაკეთებელი, სისხლის ანალიზი, გულის ანალიზი, თვალი, ისა, ეს იმდენი რაღაცებია მოსაგვარებელი ყველა ჭუბის წინ, რომ ახალბედა თუ ხარ ფიქრებ რომ აუ აღარ მინდაო რა. და აი ყველაფერი უნდა გაკეთდეს მენეჯერებმა უნდა იშრომონ ყველაფერი ამისთვის, იმიტომ რომ ის 10 და 15% რასაც მენეჯერები იღებენ, ბევრია ეგ ჩემი აზრით იმ სამუშაოზე რაც ეგენი წევენ. და ჩემ თავზე მეც ახლა რო ვიღებდე დიდ ფულს რაღაცას 15%-ს რაღაც 100,000-დან და 200,000-დან ხო მოჭუბრის ხო? აი მაინც ეგრე ვიტყოდი და ვიტყვი კიდე გავაწლები ღმერთი იზამს რომ იქნება ეგრე, რომ ასეთ ჯამაგირი მექნება მოჭუბრებიდან და მაინც იგივეს ვიტყვი, ჩემ სიმართლე არ შეიცვლება არასდროს. მეც მაქვს მაგარი ინსაიდები მაქვს UFC-დან რომ ბევრი მებრძოლე ამბობს რომ მენეჯერი უკვე არაფერს პუბლიკურად ვერ ამბობს, მაგრამ მენეჯერი პროსტად დგას, არ ვიცი უკვე რა სჭირდება მენეჯერი, არ ვიცი მატჩმეიკერი თვითონ მირეკავს, თვითონ მიგდევს მეტოქეს, არც ვერ ხდებიან რა სჭირდებათ მენეჯერი ზოგადად ვაფშე. ეგ არის უკვე ძალიან დიდ დონეზე რო ხარ რა, უკვე ხორხე მასვიდალი რო ხარ და თოფურია შეიძლება. ბოდიში მენეჯერი როდის გჭირდება, იცი, როცა შენ ბუდგე ხარ ახლა გოჩას, როგორც მე ვყავარ ბეკას, როცა იწყებ და გიჭირს და სპონსორები გჭირდება, მაყუთი გჭირდება, ის გჭირდება, დახმარება გჭირდება, აი მაგდროს გჭირდება მენეჯერი. გამიგია, მაგდროს უნდა იმუშაოს მენეჯერმა და მერე უკვე რომ მიიყვან შენ ბიჭს რაღაცა, მერე უკვე დაფასება, ის რა წარსულში გაგიკეთა მაგან და გვერდში გედგა, მერე უკვე შენი ბიჭი გიბრუნებს უკან და გიფასებს. მაგდროს უკვე შენ მაგას აღარ ჭირდება, სოფლიო ჩემპიონი ილია თოფურიას მენეჯერი აღარ ჭირდება ძმაო. არც მერაბს აღარ ჭირდება მენეჯერი. არც რომანს აღარ ჭირდება, ну რომანის შემთხვევაში ცოტა სხვანაირადაა, იმიტომ რომ ალი აშკარად მაგრამ მუშაობს მაინც მეჩინგზე და ესე შემდეგ, მაგრამ მთლიანობაში პრინციპს ხო ხვდები რა, ანუ მეთანხმება რა. და ძალიან ბევრს არ ჭირდება რა მენეჯერი რა. მერე ჯერ მოულოცე გოჩას რა. ბიჭო, წინა იმას უყურე ეპიზოდს რა ის იყო, ვიღაცამ დაწერა, ცოტა სხვანაირი ეპიზოდი იყო რომის გარეშეო და დაძაბების გარეშეო და ეხა გამახსენდა მივხვდი. ბოდიში მე ეხა შევეცდები რომ ჩუმად ვიყო. ჩუმად კი არა, ჯერ მოულოცებეთ კი გოჩას რა და მე shout out მინდა გავუკეთო, მიდი. ბიჭო, გოჩას მე მოულოცე უკვე ცალკე და ახლა პაკაზუხობისთვის აქაც არ დავიწყებ სახიობობას რა. გილოცავ გოჩა, გაუხარდა ამას ოღონდ ესახნას და მადლობა დიდი წინა პოდკასტს უყურე თქვენსაც და არ ვიცი რა სიტყვების დახარჯეთ ჩემ მიმართ. გაიხარეთ მოკლედ რა. დიდი მადლობა. აი ბიჭი ხარ და ამიტომ იმსახურებ და ამიტომ ღმერთმას თუ ესე და დამსახურებულად მოგაგებინოს ყველაფერი ცხოვრებაში. ბიჭო და მე რა გამიხარდა იცი გოჩ? შენ რო ვიდეო დადე რა. ჯიმში რო დაბრუნდი რა, BFA-ში, იქ როგორ დაგხვდნენ რა და ძალიან მაგარი გზნობა არის რა. ეხლა
მაგრამ მინდოდა რომ მან ყოფილიყავი, მაგრამ ისეთი ენერგია იგრძნო იმ ვიდეოდან, რომ ჩათვალე მანდ ვიყავი რა, როგორ დაგხვდნენ და რამეა, მოყევი 1-2. ანუ დაგეგმილი რა თქმა უნდა არ იყო რა, უბრალოდ შევედი გადაღება მქონდა აჭარის ტელევიზიიდან და რუსთან ბოლქვაძის ჯგუფის ვარჯიში იყო. ხო და რუსთან რო დამენახა რომ შევედი, ტელეფონი ამოიღო და ბიჭებს უთხრა რომ ისქენიო რა მიულოცეთო ჩემპიონი დაბრუნდაო თუ რაღაცა ასე და მე 50 ბავშვი მაინც იყო გუნდში რუსთან. ხო, რამდენი ბავშვები არიან ძალიან მაგარი. და იცი რა არის მაგარი გოჩ? ხვიჩ რომი იცი რა არის მაგარი რომ 1 2 3 4 ან 5 წელიწადში ხო ეგ ვიდეო კიდე გაჩნდება და აი მანდ რო ბავშვები იყვნენ ხო მაგაძე გავიგებთ რომ აჰა დებიუტს აკეთებენ ეხა ერთი აკეთებს დებიუტს იქ მეორე იქ ხო აზეხა რა ძალიან მაგარი ეს ზუსტად გუშინ ჩემი ვესაუბრებოდი და ახლა არ არიან ხო იცი გარკვეული გათვითცნობიერებული რა ხდება როგორ ხდება ახლა რამდენმა კაცმა იცის MMA-ში დაჟე MMA-ში გათვითცნობიერებული ვინც ვართ MMA-ში იმათშიც კი ბევრმა არ იცის საერთოდ რა ხდება ამ სპორტში უბრალოდ პროსტა არიან და მოყვანილები არიან რა რეალურად და ახლა გარეთ ყოფი ადამიანები ხო საერთოდ და უხსნიდი რა ახლა მეთქი ეს ბიჭები მეთქი ძალიან ბევრი აქედან ჩვენ ვისაც ვესაუბრები და პატარობიდან რო ვიცნობთ ფაქტიურად ეგენი მეთქი ძალიან ბევრი მოხდება დიდ ორგანიზაციებში მე და მეთქი ახლა ჩვენ ვაშენებთ მომავალს მეთქი მაგათთან ერთად რა და ურთიერთობებს მეთქი რა უხსნიდი პროსტა ხოლაზე ხარ და მართლა ერთი სული მაქვს როდის ნახავ გოჩასნაირებს და ჯერ გოჩამდე კიდე სხვა თაობა რომელიც უნდა ვიხილოთ მან გოჩა არის მე მაგის მერე თაობა გოჩა კიდე დავითი ფაითობზე გაზრდილი თაობა არის ფაითობ დებიუტის წინ იყო ფაითობზე მახსოვს დებიუტის წინ იყო და ნელ-ნელა ხო და მაგას ვიზახს ზუსტად გოჩა დავითი ლორდკიფანიძე კიდე სხვები არიან ახლა აღარ მახსოვს უკვე სახელები ღმერთმა გვანო კიდე ვაფშე ყველას ვეხვეწები რომ აი დაგვაგებინეთ კიდე ვინ არის თქვენ თვითონ შეგვეხმიანეთ არ ვიცით ყველა გამიგე ანუ მოგწერეთ კიდე ვინ არის ისეთი საქართველოსში ან ქართველი უცხოეთში ვინც შეიძლება გავიცნოთ და რაღაცა მაგრამ ნუ ამ ბოლოს და პასიურობაა და მაინტერესებს მინდა ახალი ბიჭების გაცნობა მაგრამ ჯერჯერობით ცოტა პასიურობაა ამ ბოლო დროს და დაგვეხმარეთ რა მაყურებლის და თვითონ ბიჭების მებრძოლების საყურადღებოდ ვიძახი დაგვეხმარეთ შეგვეხმიანეთ იმიტომ რომ აქ არანაირ ამპარტავნობას და ქედმაღლობას არ აქვს ადგილი ჩვენთან აქ ყველაფერი ქსულის გულის და კაცობის დონეზეა რა ძმაო და ასე რომ დაგვეხმარეთ შეგვეხმიანეთ რა თქვენ იმდენი ეპიზოდი აქვს ჩაწერილი უკვე იმდენ სხვა მებრძოლთან რომ არც გონია რომ ასეთ პატარა ქვეყნიდან უფრო მეტი მებრძოლი შეიძლება და ყოფილიყო და ყოველ ეპიზოდში ახალ სახეებს ვამჩნევთ და ვიფიქრე მალადეს რა კიდე ყოფილა ესე მალე მგონი სიმსონებსაც დავეწევით რა ხო აზე ხარ სიმსონებს გოჩ რაღაც მინდა მეკითხო რა რამდენია ეს 199 არის ხო კი ეგ არის კი და გოჩას და რამდენი ერთი 100 ხო იქნება მაინც 100 ანუ 70 სხვა მებრძოლი ხო იქნება რა წესით ანუ რომელიც არის 100 არის ხო 100 მებრძოლი 100 პროფესიონალი მაგას დათვლა უნდა რა მაგრამ გოჩ ეხლა რა მაინტერესებს იცი უკვე წახვედი დაბრუნდი გადახედე ხო ბრძოლას ნახე ალბათ ხო თავიდან ბოლომდე კი და როგორ შეაფასები რა შენ ბრძოლას? ნუ ნახო არ ჭირდებოდა ბრძოლიდან ვაფშე ყველაფერი მახსოვდა რა, ანუ რა გავაკეთე, რას მეძახდით, ისი აკეთებაში მეზე გვეკეთებოდა ყველაფერი მახსოვდა რა. მაინც ეს გეძახდა რამეს? კი, არ მე არ უფრო ხუჩაბეძახდა. ბიჭო, მე ხო გაგაფრთხილე არაფერი. მე ვიძახდი ხოლმე. არაფერი. ვეძახდი არა. რაღა ისა უბრალოდ ხოაზე ხარ ისა. გულშემატკივრობდა უფრო შევist. ხო, მაგრამ გულშემატკივრობდა რა. თორე ისე ხუჩა ისეთი ისა ცოტა მკაცრია კუთხეში რომ ხოლო ხმა მოიღოს და რაღაცაც დატოგზო შეიძლება. არა, მაკდონელდი არ მივედი მაო რა, ხუჩას მქონდა ეგ სიტუაცია. ზედმეტამდე არ მივედი, მაგრამ მომენტები მქონდა რომ უცებ ავფეთქდი და დაჟე ისენი როზიან რა, მონიტორებში ის ჩინელები ვინც ისდნენ და უყურებდნენ მებრძოლები და რაღაც კომენტატორები, ერთი-ორჯერ შემოტრიალდნენ ისე მაგრა ვიყვირე რა, მაგათ უკან ვიყავი. თან ახლა кейჯ საით ხო ვიყავი რა. და დავდიოდი ხოლმე რა. ერთ ადგილას კი არ ვიყავი რომი, ანუ იქით რო გადიოდო ვერ ხედავდი, გავდიოდი ხოლმე რა, იქით რა, ვერე აქეთ დავდიოდი და ერთი-ორჯერ ისე ვიყურე იმათ მე ისე უკან ისე გამომხედეს რომ
რავი. რომ ჩვენ ხო ლაპარაკობთ ახლა კი გავიც ბევრჯერ ლაპარაკეთ მაგრამ ჩემზე წინა ეპიზოდშიც გიორგისა და თქვენ ანუ ერთმანეთში ბიუჯეტი ნასაუბრები მაგრამ თვითონ გიორგიზეც უნდა ვილაპარაკოთ გონი არ ვიცი ცალკე მოგინახარ გიორგი მოკლედ რა რაც მან გააკეთა უბრალოდ ჩემს გამო ასეთი ყურადღება ხო არ მიგრძნია ჯერ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ანუ ასეთი პატრიოტი ადამიანი შეიძლება და საქმე ყოფილიყო რა ნუ ინსტაგრამზე ის კი უწერი ნოსტალგიო და მის პიროვნებას ალბათ აღწიეს რა როგორი პატრიოტი ადამიანია თვითონ ტირმა 500 კილომეტრი გამოიარა ჩვენს გამო გვერდში უნდა ვდგომოდა და იქ რო ჩამოვიდა მე ნუ ისეთი ძალიან გვერდში დაგვიდგარა და აქ გიორგი ძალიან დიდი მადლობა შენ ამისთვის იგარი ხარ ანუ მოკლედ ხუით შერა სიტყოდი რა ბოლო შეფასებაზე და რა უნდა მართლა შემდეგში რა უნდა ქნას და ანუ რა რჩევები ავიღეთ რა ვისწავლეთ ყველა ბრძოლიდან რაღაც უნდა მიიღო ხო ალბათ ხა შეიძლება რაღაც დიდი გაკვეთილი არ ყოფილა იმიტომ რომ მართლა ისეთი გამოსვლა იყო რა დომინანტური გამოსვლა იყო მაგრამ როგორ შეაფასებდი ხუით შენ რა როგორც თავარი კოუჩი ყველა დეტალების კორექტირება მხოლოდ სიმართლეში რო ვთქვათ რა, მართლა რო ვთქვათ, რაღაც დეტალების კორექტირება მარტო შესლების მიმართ, რაღაც ground and pound-ის დეტალების კორექტირება, ისეთი ბრძოლა არის, რომ რთულია რამე ისწავლო მაგ ბრძოლიდან ზოგადად რა. ეს როცა გიჭირს უფრო ისწავლე და უფრო განვითარდები ასე რო ვთქვათ რა. მაგიტო ზოგადად ვარიდებ ჩემი ბიჭებისთვის მასეთ ბრძოლებს, რომ განვითარება არ მოყვება და ხოლმე შეიძლება იმ სტაგნირებამ ხო პრობლემები შეგიქმნას რა. მაგრამ განვითარება ვიცით რას უნდა განვითაროთ აქიდანაც მოვძებნით ამ ჩხუბიდანაც მოვძებნით უკვე რაზე უნდა გავანვითაროთ გოჩა და არაფერი რა მუშაობთ რა თავარი გაკვეთილი რაც არის რომ არის ადამიანი ერთი ადამიანი ეჭხება მეორე ადამიანს გოჩა ძალიან დაწესებული იყო რომ პირველი მეორე რაუნდში თავი უნდა მოვაძრო და ვაფინიშო ისა და ну ერთი მთავარი გაკვეთილი ისაა რომ ყველას შეუძლია ყველაფერს გაუძლოს ასე რომ ვთქვა რა ისეთ რაღაცებს გაუძლია მეტოქეებსო არასოდეს არ უნდა გადაიწვას მებრძოლემ თავი ალბათ ამ ტურნირის ამ ბრძოლის გაკვეთილი ისაა რომ თავი არ უნდა გადაიწვა თუმცა დავით ოჩას თავი არ გადაუწვია სწორად განეწყო უკვე გასვლის წინ უკვე იყო სამ რაუნდზე განწყობილი თავი არ უნდა გადაიწვა და არასოდეს არ უნდა იჩქარო რა ფინიში ბუნებრივად მოდის დომინაციიდან გამომდინარე ამიტომ ყველაფერი გავლილია რა პატარა ნაწილები დასწავლი არის რა თქმა უნდა რა თავარი გაკვეთილი შეიძლება ვთქვათ რომ ფინიში ბუნებრივად მოდის ბიჭო რომის უნდა ვკითხო რაღაცა რა კაროჩე 10 წუთის 10 წუთი იყო ალბათ დარჩენილი სანამ გამოვიდოდით რა სანამ სცენაზე გამოვიდოდით და შევიდოდით რა და ეხა შენ არ გაგიკვირდება და სპარინგებიც ნანახი გექნება და ჩხუბებიც რომი ვიცი რომ ზუსტად ეგრე არის მაგრამ აი მართლა 10 წუთი იყო რა დარჩენილი და მარტო ვიყავით მთლიანი სექცია ქონდა მარტო რა უკვე ანუ გახსახთელში აღარ ვიყავით ანუ სცენაზე სანამ გამოდიოდი იქ იყო რა და მეთქი ესენი გახურებული არიან რა უკვე 40 წუთით ადრე გახურება დაიწყეს და რაღაც მაგრამ იქ რომ მივედით მართლა მარტო რო ვიყავით დაიწყეს სპარინგი რა ანუ სანამ გამოვიდოდა რა გოჩა 10 წუთით ადრე დაიწყეს სპარინგი რა და ძალიან ისა they were going hard bro they were going hard man და მე უცებ ცოტა შოქში ვიყავი რა იმიტომ რომ პირველად ნახე ჯერ ესერთიც ეგეთი სპარინგი ან თვალის წინ პირველად ვნახე მე და მეორე ის გამიკვირდა რომ ანუ სანამ ბრძოლა დაიწყებოდა უკვე ვნახე ბრძოლა რა ეგეთი ანუ სახეშიც მიდიოდნენ და რავი რა ძალიან მაგრამ მიდიოდნენ რა და ანუ ეს ნორმალური არის? კარჩო ყველას ვეკითხები, აი რომი აი ჯერ შეხარახდება იცი. ჩემი აზრით შენ ახლა რამდენადაც მიუჩვეველი ხარ ჩხუბების და სპარინგების ესე ახლოდან ნახვას და მაგაში მონაწილეობის მიღებას შეიძლება ცოტა იმაზე მეტად ძლიერად მოგეჩვენა ვიდრე რაღაცას ხედავდი, გაიგე? ეგეც შეიძლება იყოს რა, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც მიჩვეულია რა, პირველად ახლა ერთხელ ძმაკაცს წავიყვანე რა და ეს არა, სამი რაუნდი просто მარტო საბოქსაოდ გავედი რა. ხო და არაფერი ისეთი просто სამი რაუნდი ბოქსი ვიბოქსავით რა, 1-2 წავარტყით ერთმანეთს და მაგრამ იმან რომ ნახა ეს ხო ახლოდან პირველად რა, რომ დაარტყამდა ოფლი რო გაზდის და ესა ხოლაზე ხარ, ვა, გაგიჟებული იყო, ვაიმე ეს რა ვნახეო. მეთქი არაფერი არ ნახე ამას კვირაში 3-4 ჯერ ვაკეთებ მეთქი რა და ანუ შეიძლება შენთვის უცებ შოკი იყო ეგ გამიგე? არ ვიცი ახლა მე რამდენად მაგრამ ურტყამდნენ ერთმანეთს ბიჭები, არ მგონია ახლა ხუჩამ
ბრძოლის წინ 10 წუთით ადრე გოჩას ესა რა ქვია მთელი ძალით მოუქნიოს რა просто ახურებდა რა უბრალოდ ცოტა ისე ახურებდა რომ ექშენში შეეყვანა რომ იქ მერე უფრო გახსნილი იყო რა ხვდები და მაგიტომაც ხუჩას უნდა ვკითხო რამდენად hard sparring-ი იყო რა რაც გიორგიმ ნახა და დაამახსოვრდა არა რა თქმა უნდა ხა როგორი თემა არის იგივე და მაყურებლებს უნდა უხსნათ ესეთი სპარინგი არის იმისთვის რომ ხედვა უკვე გახსნილი კონდეს მებრძოლი და პირველი რაუნდი არ ჩაატაროს რაღაც ტაიმინგების გზნობაში და რაღაც ესეთ მომენტებში სპარინგი მაგიტო უშუალოდ გასვლამდე ტარდება რა ხო იყო პროცესი გახურების ასე რომ ვახურებდნენ ნელა ჭიდაობას ვახურებთ გომს ვახურებთ დარტყმას ვახურებთ ყველაფერს ვახურებთ ამ გაწელვას მუშაობთ ამ გამოსვლებს მუშაობთ გადაყვანებს მუშაობთ და შემდეგ მე ვიქნებდი მხოლოდ იმ დარტყმებს, რაც ჩემი მისი მეტოქე იქნევს. იმ გომშიაც მისი მეტოქე იქნევს. გოჩა 100%-ით მზად არის მაგა. მე რომ ხედავდი რომ გოჩა ვერ დაიცავს მაგ დარტყმას, ხედვა მაქვს კიკბოქსის გამოცდილებას და ხო რა თქმა უნდა არ დავარტყამ მაგას, რომ ხედავდი რომ გაატარებს ასე რომ ვთქვათ რა და predictionable ჩემი უდრები ყველა იყო მისთვის გოჩასთვის просто თან ზოგჯერ არის რომ ტელეპორტირებას აკეთებ აი მაგალითად მარცხენას ხუქს სხოდო არ უშვებ ცოტა ესე იგზამ რომ მიხვდეს რას აკეთებ და დაიცვას და რაღაც ეს ბრძოლამდე იყო მაგარი სანახაობრივი რა ძალიან მაგარი იყო ბრძოლამდე ის უფრო ადვილად ჩაატარა რა გოჩამ რა ის თავარი ბრძოლა რა ეს მართლა სანახაობრივი იყო რა უფრო ანუ ეს ბუნებრივი მომენტია, ჩემი გუნდის ბუნებრივი მომენტია, მე მაგაზე აქცენტი მაქვს, რომ უკვე რაუნდი რო იწყება, ხო? ჩვენ არ უნდა ვეძებოთ დისტანცია, ტაიმინგი და რაღაც ჩვენი მომენტები არ უნდა ვეძებოთ, უკვე უნდა იყოს მზად ის მაგ მომენტებისთვის. როცა ვიცით ვინაა მეტოქე და იმდენი გვაქვს მეტოქეს ნამუქვეშ, ნამუშევარი და ხა ვიცით მეტოქე რა სირთყმა, რა უდრებ, მაგალითად მარცხენა ბაკავო, მარცხენა ხუკი ქონდა, მარჯვენა პირდაპირი ქონდა, ვიცი, მარცხენა ჰაიკიკი ქონდა, მარჯვენა მიდლი ქონდა, ყველაფერს ამ არსენალს ვაპნევდი გოჩას, რომ ხედვა ქონდა გახსნილი მაგისთვის და ასე ვთქვათ, რო არ გაიტარებია ბრმა დარტყმა რა. თავარი მომენტი მაგი არის და მაგუდრების ქვეშ შეშლები რო აკეთოს, ამიტომ ბუნებრივი მომენტია რა. თუმცა ყველა მებრძოლი მასე არ ხურდება, მაგრამ უბრალოდ ბევრი ხურდება მასე. მერაბდუალიშვილი, მაგრეგორი, ბევრი მებრძოლი არის, აი ძალიან ტოპ ლეველის, რომელიც მასე ხურდება. და მეც მიმაშია ყველაზე სწორ ვარიანტი, ერთ-ერთი ყველაზე სწორ ვარიანტად, იმიტომ რომ აი რაუნდი უკვე ჩატარებული უნდა კონდეს, როცა გადიხარ რაუნდზე, ასე რომ ვთქვათ რა. თუ ფუნქციონალურად შენთვის მაგი პრობლემა არის მებრძოლესთვის, ცოტა დაბალ დივიზიონში უნდა გადავიდეს და ცოტა უნდა აღიბატოს ლეველი, იმიტომ რომ ზოგადად ფუნქციონალურად მაგი არანაირი პრობლემა არ არის, განსაკუთრებით როცა 1-5-6 წუთი შესვენება არის გასვლამდე კიდე. აგრას კარგი შეხურება რჩება და კარგი სიბასრე ხედვის მაგ შემთხვევაში რა. 3 2 1 0 and lift off. ძალიან მაგარი. ბაზარი არა, სხვათა შორის არ ვიცი ხა რამდენად გამოგადგებათ, მაგრამ მე ძალიან შონბრედის ჩხუბს თუ უყურეთ დღეს main event-ს ლეონ ედვარდსთან, კაი იქნებოდა გოჩასთვის მაგ ჩხუბის ნახვა და ერთი 10-ჯერ ნახვა რა. და განსაკუთრებით გადასვლები რა მაგარი გადასვლები ქონდა ჩემი აზრით გოჩას ზუსტად ისეთი მებრძოლია და სტილი აქვს რომელიც აი მაგისგან შეუძლია ბევრი რაღაცების სწავლა და პირველ რაუნდში ბოლო წამებზე რო ტეიქდაუნი გააკეთა შონბრედიმ აი მაგას უყურე ძმაო და გაუკეთე ანალიზი როგორ რას აკეთებს მან ტიპი რა ძალიან მაგრა გააკეთა უყურე მაგ ჩხუბს და მერე კომენტარსაც უყურე ლეონ ედვარდსის რა ამბობდა ანუ სასაცილო სიტუაცია შეიქმნა რომ ამბობდნენ ვითო ლეონ ედვარდს ჩხუბი არ უნდაო ჩხუბი კი უნდა და ლეონ ედვარდს მოსა იმან არ მიცა არანაირი სივრცე არ მიცა რომ იყოს და ლეონ ედვარდს რომ ლეონ ედვარდსი იყოს რა თქმა უნდა კი თქმა უნდა მხოლოდ მაგდანი მებრძოლებიდან მხოლოდ სასწაული არის მაგერად ძალიან მაგარი საქმე გააკეთა რომ ლეონ ედვარდსი დატოვა დამწყეთ გამოაჩინა ამხელა ჩემპიონი და ამხელა ექს-ჩემპიონი და ამხელა ვეტერანი და ტოპ მებრძოლი რა და ის თუ შეამჩნია ხუთი რა რომ მეორე რაუნდში საერთოდ დაკარგა პატივისცემა ლეონთან აი პირველ რაუნდში ისე კარგად იგრძნო ყველაფერი მეორე რაუნდში რო გამოვიდა ეგრევე ჩაიყვანა აი საერთოდ არ ქონდა რაღაც ისა რომ თხილად არა იგრძნო რა და პირველ რაუნდში გაურკვია ყველაფერი და მაგარი დომინანტი პერფორმენსი იყო განსხვავება ის არის უბრალოდ რომ
შონ ბრედი არ არის, ანუ დაბლ ლეგზე და სინგლ ლეგზე არ შედის. კლინჩიდან გადადის უფრო ხშირად უმეტესად ტეიქდაუნზე რა. არ არის კლასიკური სტილის მოჭიდავე. მაგრამ ეგეც შეუულია, თუმცა სხვანაირი სტილი აქვს. მაგრამ კლინჩიდან რასაც აკეთებს მე, აი პირველი რაუნდის ბოლოს ხა რაც გააკეთა, ხო? ისეთი რაღაცა ააწყო ტიპმა სქემა რა, ჯერ მუხლი მისცა იმას მე ამან მისცა ამას მუხლი, მე ისევ მისცა მუხლი რომ დალოდებოდა უკვე სხვა რაღაცა მქონდა დაგეგმილი, ამან მუხლი როგორც კი აწია, ის ცალფეხზე იდგა და ამან კვანტი გამოუკრა. ძალიან მაგრა გააკეთა რა, ანუ არანაირი ქონი არ იყო ტიპმა, იმენა ყველაფერი გააკეთა იდეალურად. თქვენ ხო იცით ჩვენიანთან ვისთან ვარჯიშობს, ვინ არის მაგის ჯიმში? კი, როგორ. იცოსთან ვარჯიშობს. შევიცი რომ იცოსთან ვარჯიშობს და მათე ჩემი ძმაკაცი ხა გორდიგორ ცხოვრობს, აგერ მაგასთან. ბაბულაიძე არის მაგასთან რა. და ეხა ხვალ იქნება, ხვალ ეს ეპიზოდი გამოშვებული იქნება ჯო პაიფერი რა, ჯო პაიფერი, შონ ბრეიდი და იცო არიან ერთი კამარა რა. ბიჭო, ფილადელფიას ყოველთვის მაგარი მოჩხუბრები ყავდა ძმაო და საჩხუბარი მოჩხუბრების ქალაქია რა, როკი ტყილა არა ფილადელფიაში გადაღებული. მე ყველაფერი ვამშე. რა თქმა უნდა. და ბოქსი დაწყებული რა. კლინჩთან რაც მომწონს ახლა მაგალითად მაგის რომ იმაშობა ძალიან შეიძლება უსაფრთხოება რომ მოძრაობს, აი ძალიან მაგრამ მევასება როგორც აი მეტოქის რომ ნეიტრალიზებას უკეთებს რა. რა თქმა უნდა, მაყურებელს უყვარს როცა აი ყველაფერს გადის ერთი მებრძოლი და მეორე მებრძოლი და აი რაღაც ფეერვერკს ელოდება, მაგრამ პროფესიონალიზმი იმაში გამოიხატება რომ შენ მეტოქეს შენ მის საქმე არ გააკეთებიო და შენი საქმე გააკეთო და მაგაში აჩვენა რომ ლეონ ედვარდს ვაფშე არაფერი არ გააკეთებია ასე ვთქვათ რა და რა თქმა უნდა, მხოლოდ სასწაული და გასანვითარებელი ნაწილი არის ეს, რომ ადამიანმა ტვინი უნდა დაატანოს. შეიძლება UFC-მდე რაღაც შოუ და რაღაც ჭირდება ხალხს, ასე რომ ვთქვათ რა, რომ აგიყვანონ ეს. არა, უკვე მაგ ტოპ ლეველზე დავალება ის არის, პროსტა რომ ხელაწეული გამოხვიდე კეიჯიდან და წარმატები დაამთავრა და მე ვფიქრობ, დაჟე ლეონ ედვარდსი ბოლოს უკვე გადეხა რა. ლეონ ედვარდსი გადეხა არა რეალურია, მაგრამ ბოლოს უკვე აი გაუბრუნდა. ლეონ ედვარდსი თუ გახსოვს ძმა დაჟე კამარი რომ მოიგო იმ ჩხუბშიც უკვე გატეხილი იყო, გახსოვს? კი. ჩვენელია უბნებოდა რომ არ დაგნებდა. მაინც მოძებნა ხომ ისი ხაიკიკი და რაღაცა, მაგრამ არა და აი ამასთან ვაფშე იმენა და უკვე და კარგა აზარტი ჩხუბის ასე რომ ვთქვათ რა. ჩემი აზრით ლეონ ედვარდსი არის ხასიათის მოჩხუბარი. უხასიათო თუ წაუხდა всё რა, ვეღარ ძალიან ხა კამაროსთან ბოლოდ გაუმართლა ძალიან რაღაცა ბოლო წამი აი იყო, მართლა ფორტუნა იყო, კი. მაგრამ ვინ არის კიდე იცი ქართული MMA-დან ხუბარია, მაგრამ როგორ? ვინ არის იცი ქართული MMA-დან მასე? მე და ბენო რამდენიც ვიყავი ბენოსთან ერთად შოუზე, ხო, სულ ყვება ერთ რაღაცას რა. აი სანამ არ დაიწყება კარგად ექშენი ჩხუბში, რაც არ უნდა გახურდეს, სანამ არ გაატარებს, ან არ დაარტყავს, ან რაღაცა ის კონტაქტი არ დაიწყება, ხო, მანამდე ჩხუბს ვერ გზნობო რა და საწყისშიო აი თხილად რაცა იქეთ და აი უკვე კონტაქტი რო დაიწყება და უკვე რო გზნობ რომ მეტოქე ვერ მირტყამს ისე მაგრაო და რაღაც უკვე მე უკვე გაზიახსენებ, მაგრამ ესე ლეონ ედვარდსთან შედარებით არ შეიძლება ბენო, იმიტომ რომ ბენო ლეონ ედვარდსთან შედარებით არ ნებდება. მაგრამ იმაზე არის საუბარი, просто ის გამახსენდა просто ეხა იყო ხორხე მაზვიდალი. ხორხე მაზვიდალი იყო ისა პოდკასტზე გავჩითე რა და დაბრუნებას აპირებს და რავი რა, შეიძლება მართლა ლეონ ედვარდთან კარგი ისტორია აქვს, მაგრამ ბიჭო, ერთი კითხვა მაქვს კიდე გოჩასთან რა, სანამ მე შენ კიდე დაქოქავი მატორს. სანამ გამოხვიდოდი, ესეთი რაღაცა მითხარი რა, თქვი რა, უფრო სწორად და გავიგე და რომ დაახლოებითო ეს იქნებაო, ანუ ყოველ კვირა სპარინგი რომ აქო ზუსტად იგივე დროს არის ეგ ბრძოლაო, ეგრე დაემთხვაო რომ დაახლოებით მაგ დროს ვარ ჯიმში სპარინგებს მაგ დროს ვაკეთებო და აი არ მგონია რომ მაგაზე უფრო რთული იყოსო, ხო ეგეთი რაღაცა თქვი და ბოლოს მაგრა მართლა ესე გამოვიდა გოჩ? შედარებით უფრო იური ჭხვი გამოვიდა სიმართლე გითხრა. ეხლა შენ ხო მილაპარაკე რა ის სპარინგები შესვლამდე ხარ სპარინგები იყო და ანუ და დარბაში მართლა რა რო უყურო ან ვიდეო რო გაჩვენო ან თვითონ რო შეხედო ხო გაცილებით რთული სპარინგები გამოდის რა თან განსხვავებით ოქტაგონზე გამოდის ერთი ადამიანი და სპარინგებში შემოდის 2-3 ადამიანი შემოდის და მე მარტო მივყვები და 3 და 5 რაუნდიან ჩხუბებზე ხარ მომზადებული და უფრო მეტადაც ვიღლები ხოლმე და უფრო რთული სპარინგები გამოდის ხოლმე და ნუ მანდ ეხლა
დარბაზში კიდევ ვცდილობ რომ მრავალფეროვნად იმუშავე ახლა არ ვცდილობ რომ მაგალითად კლინჩი მაგდენი ხანი გავჩერდიან კიდეთა მაგდენი ხანი გავჩერდე ვცდილობ გამოვიდე უფრო მრავალფეროვნად იმუშავო და უფრო დამღლელია და მან დრო ვიცი რომ ერთ ადამიანია და უბრალოდ მევალება რომ ამ ადამიანს რაუნდები მოუგო და ჭხუბი მოუგო ამ შემთხვევაში უფრო გაცილებით მარტივი იყო რა და თან ჭიდაობით ჩემს პატენტთან შედარებით გაცილებით უფრო სუსტად ჭიდავდა ამ შემთხვევაში ეგ ბიჭი რა დარბაზში იბადება ყველაფერი. სხვათა შორის სულ ერთ დროს ვფიქრობდი ნეტა ხო იცი ჭხუბებზე კინოებს რო იღებენ და რაღაცები ყოველთვის აი მაგრამ აქვს სულ აი ერთი მაგარი რეჟისორი გაიჩითოს ვინც დოკუმენტურს კი არა თუნდაც მხატვრულ ფილმს როგორც აი როკი და რაღაცეები ვარ რა ეგეთ მხატვრულ ფილმს გადაიღებს ოღონდ დარბაზზე. აი რა ხდება დარბაზში. აი იმიტომ რომ რეალურად სპორტი ხო იწყება და მთავრდება და ცოცხლობს და სულგუნობს დარბაზებში. დარბაზი არის სპორტი. ჩვენ რასაც ვხედავთ სცენაზე, რინგზე და ოქტაგონში, ეგ არის რეალურად ძალიან პატარა ნაწილია მაგის და შოუა. ყველაფერი თელია ფუძე, ფესვი, სული, გული და სხეული სპორტის არის დარბაზი. დარბაზებში არის ყველაფერი რა. დარბაზებიდან ანუ როგორ გითხრა ადამიანი აიღე, ამოაცალეს სული და გული, ხო დარჩა მარტო ხორცი და всё. აი გარი ზუსტად იგივე მომენტი აქაც. დარბაზი არის სული და გული, ყველაფრის აი ამისი რა. და დარბაზით იწყება და მთავრდება რეალურად შეიძლება ადამიანი გახდეს სოფლიო ჩემპიონი დარბაზში სწორად ცხოვრებით, ან შეიძლება მოკვდე დარბაზში არასწორი ვარჯიშით. რამდენი მოჭყობარი ვიცი დარბაზში დაუტოვებია თავისი საკუთარი საუკეთესო წლები რა. კარგად ვიყავი მზად და გიორგი და ჩემი ძმა ხო იყვნენ ხუჩა ახლა იცოდა როგორ ვიყავი მზად და გიორგის და ჩემი ძმა ცოტა ეჭვებარებოდა ჩემს მომზადებაში ალბათ იმიტომ რომ ჭყუბზე გასვლის წინ ისე ნერვიულობდა ჩემი ძმა და გიორგიც რომ იქეთ ვამშვიდე და დამშვიდით არაფერია რა ჩვეულებრივი ხუბი იქნება აღი ნერვიულობ ნუ ხუჩამ კიდათ არის ახლა ამ შემთხვევაში რომ ბიჭო როგორ მეგონა ბიჭო რა მომენტი იყო ხანდახან მეგონა რომ ძალიან ესა მოწყენილი იყო რა კაროჩე თუ ეძინებოდა თუ და სანერვილო ვიცოდი რა ყოველ ჯგუფი ძალიან ბიჭო ძალიან ისა ბორინგ სიტუაციაში რომ მოხდება ადამიანი რა და ხო ასე არაფერი განსაკუთრებით არ ხდებოდა რეალურად და მაგიტო რა შევეჩვიე ძალიან შევეჩვიე და შევეჩვიე რომ უნდა ვინერვიულო და სანამ არაფერი არ არის რეალურად რა სავალ რთულია ძალიან რთულია იგე მე ახლა პირველი ადამიანი ვინც აი ოჯახის წევრივით მივიტანე გულთან მაგისი ჭხუბი ჩემთვის იყო ლევანი ჩოხელი რა და დიდი ხანი დამჭირდა დრო რომ აი ეს გადამელახა იმიტომ რომ არ შეიძლება მე ანალიზის უნარი ქვეითდება და სხვა რაღაცეები როდესაც ამდენად ახლოს ხარ ადამიანთან გაიგე და ძალიან დიდი ხანი დამჭირდა მე რომ ლევანის ჭუბებისთვის უკვე ცოტა პროფესიონალური თვალით შემეხედა და არა როგორც ძმის და ასე შემდეგ რა. იმიტომ რომ მე ეს გამომადგა უკვე ბექასთან, ზვიადისთან და სხვა სანდროსთან და სხვა ბიჭებთან ჭუბებში უკვე როცა ამას ეჩვევი რომ აი უნდა რაცა უნდა ახლოს იყო ადამიანთან, რაცა უნდა გიყვარდე, მაინც უნდა გაყო ერთმანეთისგან ეს სისხლი, ხორცი, მეგობრობა, ძმაკაცობა და სპორტი, რაცა უნდა თუნდაც ისეთი სპორტი როგორც ბრძოლა, მე უკვე ადვილი ხდება უფრო ყველაფერი, წაგებაც, მოგებაც და ყველაფერი რა. და თუ გაქვთ ნახი ხავიერ მენდესის და ეს ხავიბის გუნდის კუთხეს როცა უღებენ ვიდეოს, ხო? როცა სეკუნდანტობენ ეს ხავიერ მენდესის ის პროფესიონალურად კარნახობს ეს ხავიბის გუნდი მოკალი, მოტეხე, ხელი კივიან, ინგლისურად, რუსულად კივიან, რაღაცა გთხოვ მოკალიო ეხوارება, ის ჰუგოვი ეხوارება იქანე, გთხოვ მოკალიო, ასეთ რაღაცა ესწრება, ეს ამშვიდებს აკავტელ კუთხეს, რაღაც პროფესიონალი ადამიანი. დამშვიდით რო ეუნება. ერთი პროფესიონალი ადამიანი რეალურად ყავდა ხავიბის მაგა კუთხეში, ესენი პირიან, კივიან, იძახიან, რაღაცა გთხოვ ის გააკეთებდა ეს მომენტი გამახსენდა რომ რამხელა დიდი განსხვავება არის ახლა რეალურად ძმაკაცისგან და პროფესიონალური წვდენისგან. გონი ხაბიბიც ეგეთი არის კუთხეში რა ბოლოს უმარასთან დაახლოებით ცოტა ის ნერვიული არის იგიც რა. ხო და ის პროფესიონალური ტრენერსაც კი უყვარს ხაბიბი ასე რომ ვთქვა რა და მისი პატარა ძმათ მიაჩნია მაგ შემთხვევაში მაგრამ რამხელა დიდი განსხვავება როცა ადამიანი რეალური პროფესიონალი არის და ეხლა ჩვეულებრივი ძმაკაცო ასე რომ ვთქვა იგენი კივიან მოკალი შეჭა მე რაღაც მოტეხე და რაღაცა ეს დამშვიდებს ასწრაფად გეგმას მიყევი როდესაც პატარა დარბაზშია ჭხუბი სადაც ყველაფერი ისმის თუ მაქვს ხოლმე საშუალება ყოველთვის ვართხილებ რა მაგის ახლობლებს ვინმე მოჭყუარი თუ არის ჩემი აი რა შეიკავეთ თავი მითითებებისგან შეიკავეთ თავი არ არის საჭირო გვაცადეთ ჩვენ თქვენ უბრალოდ
ყიჟინა და всё, არ მინდა ეს კონკრეტული წინწადი უკან გვერდზე გადი და ესა რა ქვია გენიოსობა არ მინდა რა. ბაკავოი. ხო, რა, ბაკავოი მოსხე ბიჭო და ესა რაღაცები რა და ზოგჯერ არის სხვათა შორის სიტუაცია, როცა უნდა დაუღრიალო კუთხიდან მოწინა შენს მოჩხურს, კი იცი ახლა შენ. ზოგჯერ არის რომ ჭირდება რა. არის ყოფილა მომენტები, როცა ბიჭო არ ქნა აწიე თავში, კარგ მასლა უნდა უთხრა რა. ეხლა კურიოზული ისტორიას მოგიყვებით, გამახსენდა კაკრა, ზუსტად. ვსდგავარ WWFC-ში რომადოლიძეს კუთხეში რა. და როგორც ახლა რომა უკრაინაში საკმაოდ პოპულარული პიროვნება იყო რა, უკვე გრეპლინგიდან და MMA შერეულთა ბრძოლებში MMA-ში რო გადავიდა, ძალიან თან უკვე მოემატა პოპულარობა და რაღაც აი ექშენი ხმაური სპორტის სასახლე არის, სადღაც 10,000 მინიმუმ ადამიანი ესწრება რა და სულ ხმაური არის და ვზივართ ახლა რომას კარნახობთ რაღაც იქეთ-აქეთ და გადაიყვანა რომა მესმეტოქე, უკავია ზურგი და რატომღაც აი თელი დარბაზი გაჩუმდა რაღაც ერთი ბაშა თელი დარბაზი გაჩუმდა და ერთი ქართველი ყვირის სცენიდან ყვერებში დაარტყი ფეხიო და რომას კეიჯი აქვს გამომედი ასე უკავია და სიცილი უტყდება წარმოიდგინე ხო ასე ხარ აკაც მოხდა ეგეთი რაღაცა ვიდეოც არის თუ გაქვს ნანახი Twisted Dick რო მეუბნება ტიპი ნანახი გაქვს იცი რას მახსენებს ქართველი რო იყო ქუჩაში ის აპექსში იყო წარმოიდგინე და ეს იყო 10,000 ჩენი კიევის სპორტის სასახლეში რა როცა ყველა დარკვაზე ხალხი ყვირის რაღაცა ის რომ პარტიაში ერთ დაარტყა და ვა რაღაც ერთი ისევიან ესენი უკრაინელები და რატომღაც ეს სიჩუმე ჩავარ და ერთმა ქაჯმა ხო იყვირა ემედა რა ბიჭო ის ვიდეო არის ვირულად გასული და ეს ცეცხლოვანი მასტი რო იყო რა ქუჩაში რა ისა ცეცხლებს რო იდებდა პირში რა გახსოვთ ეგ ძველი არის რა ბავშვი ქუჩაში რა ცეცხლებს შოუს რო აკეთებდა რაღაცა რა და ვიღაცა ქართველი რო იძახდა ვიღაცა ქართველი არა აქ საკმაოდ ცნობილი ცხონებული უკვე არ წააწუყე გარდაცვლილი ეს არის სახელი აღარ მახსოვს მაგდები ჭაღარა ტიპი იყო უკვე გადაწყვეტილი მართლა ეგ არ ვიცი ვინ არის სულ გიმის რა ქვია კალდუნას სულ ასრულებს იმაში ეგ ძალიან მაგარი იყო რა ბიჭო კალდუნას სულ ასრულებდა იმაში ცხელძალში მგონი რა აი ტიპი იყო რა ამსტერდამში რო ჩავიდა ქართველი და კიდე ბოლოვტოპი გავაკეთე ამსტერდამში რო ჩავიდა ქართველი და გეი პარადი რო გაეჩნდა ჩემ ბეცო გაგტაგი ვიდეო და არა ეგ არის მოდი არის LGBT-ს მოგადავინტერებს რა არა არის პროსტა ანუ ამსტერდამში ჩავიდა ტიპი ხო ხე საგულაოდ და იმ დღეს პრაიდი იყო მაინდა-მაინც და ეს ღორიზდება მთელი და მთელი ამსტერდამი იყო ეს გეები ტრანსგენდერები და ვიცავსო და რაღაც სერიოზულ გულავს საპირებდა და ჩემ ბეც და რაღაცა დაიწყო კაბჭი გიდება რა ტიპა რა ვიცი იყო დრო მე მახსოვს როდესაც UFC-ში ისჩებოდა რაღაცეები რაღაცას რო იტყოდი რაღაცას რო იზამდი გამიგე მაგრამ დღეს უკვე ისეთ დრო მოვიდა მეტ რიდლი იყო ერთი ტიპი და რაღაცა იხუმრა რომ ჩემი შვილიო ზოგჯერ ისე მამაღლა იმაშვებაო ტირისო რა რომ ზოგჯერ მინდა რომ დუხოკაში შევაგდო რა ანუ კრეტინული ხუმრობა რა თქმა უნდა მაგრამ იხუმრა რა დებილო რაღაცა გაუნათლებელმა ბიჭმა იხუმრა რაღაცა კვერცხულად და მაგის გამო გააგდეს გაიგე UFC-დან და დღეს მაგისთან სერიოზული მარიხუანის ნარკომანი იყო ნარკომანი რო შეიძლება რომ თქვა და ეპატიებოდა და მაგრამ დღეს ნახე რა ხდება უკვე იმდენად უკვე ანუ როგორ გითხრა დღეს ბრაის მიჩელი UFC-შია წემდე რა და სტრიკლენდის თუ გინდა ანუ ყველაფერი მოსულა უკვე გაიგე არანერი არა ხო და ამიტომაც მე გირჩევდით რომ არ მიაქციოთ ყურადღება გეია, შმეია თუ ვარდისფერია თუ იასამნისფერია როცა ესეთი შანსი გაქვს უნდა მიიღო და დაიხო ახლა GCK-ზე გოჩას მერე ჩხუბობდა ტიბეტელი ტიპი, короче, შინელი ტიბეტელი ტიპი, გაღებილი ფრჩხილები ქონდა, შეღებილი ფრჩხილები ქონდა, საყურე ქონდა, რაი რაღაც რაი ძალიან მეტროსექსუალი იყო ასე რომ ვთქვათ რა. და მეთქი რაღაცას დავიწყე გადაობა, короче, რაღაც ამარო დაგარტყას მეთქი და რაღაც ისე და ამან ჩხუბი რომ მოვიდა, გავიდა და რა ბრუტალურად მოიგო, იცი? ძალიან ბრუტალურად მოიგო იმე და. აზარი არა. ნოკაუტით მოიგო თან პირველ რაუნდში და თან ისეთი ფინიში გააროს. ბიჭო
ის ბიჭი მე ვისაც გეუბნები რა, ის დაკოტა კაფრინ მე წავიდა BKFC-ში, სხვა გზა არ ქონდა და BKFC-ში მოუგო კრის ლიბენს, რომელსაც კრის ლიბენს ყავს ვანდერლეი სილვა გათიშული, ვანდერლეი სილვა. ნაჯახის მკვლელს რო ეძახდნენ, ტიპი მენა გიჟი იყო რა და კრის ლიბენს ეკყავს გათიშული და ამან კრის ლიბენს მოუგო მე. ანუ მაგით სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მაგით არ იზომება რა ადამიანის მებრძოლის სული რა. ვიცი რა თქმა უნდა მესმის ყველაფერი, მაგრამ შენს კარიერაზე როცა არის ლაპარაკი, უნდა დაიკიდო და არ შეხედო არაფერს და უბრალოდ წახვიდე წინ. ეხლა ვნახე, აი სანამ შემოვიდოდით ნაგლიაშვილის მაგარი გამოსვლა იყო 3 წლის პაუზის შემდეგ ეგრევე აი წამი არ ქონდა გამოტოვებული ნაგლიაშვილმა ამერიკაში ჩაატარა ხო მან და პირველ რაუნდში მოიგო ეგრევე choked out რა თავისი ჯუდო ილეთით ჩაიყვანა ground and pound-ი ეგრევე აუღო კისერი დაახშო და რავი რა მაგარი მომავალი გვაქვს რა კი მე თქოს მიწერე ჭუბის წინ და ნახოთ ახლა რა თქმა უნდა გაიზრდება უკვე კონკურენციის დონე უკვე წინო წავა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო ეს იყო პირველი ბრძოლა პროფესიონალებში და ესეც უნდა მოხდარიყო წესით მით უმეტეს ასეთ მოწინააღმდეგესთან სხვას არაფერს არ ველოდებოდი მაგრამ აწი წინ უფრო სრული ბრძოლები და მოწინააღმდეგეები ელის თორნიკეს და იმედია მზადყოფნაში იქნება და იმედია ყველა ბრძოლაში ზრდას დავინახავთ რა. გილოცავ კიდე ერთხელ ჩემოწმო. როგ ნახავ გადაგეხოვი და გადაგკოცნი და ისე მოგილოცავ. ახლა ამ წუთას ესე გილოცავ შორიდან. ხუით თქვენთან ახდებათ რომა ხო არ გინახავს დარბაზში? ვარ ყოფილა. არა, ეხა გადაღებებზე არის. მხოლოდ ფიტნესში დადის. ჯერ დარბაზში არ დაბრუნებულა. რაღაც მერგი პატარა ტრაუმებს და იმას მოიშუშებს და დაეცემა ჩემ კომანდას როგორც ულრო. რომა რო ჩამოდის ფლიან ბათუმში მანქანების ისა გაჩერების სისტემა, მაგრამ ხოძე მოდის, ხო? ასე რომ ვთქვა ცოტა ხარისხი ივატებს ქალაქში. ბიჭო, სხვათა შორის გიო მე ბიჭერთან მინდოდა მესაუბრა ცოტა გურამ ქუთათელაძის აბარა ბოლო ბრძოლაზე რა, რას ფიქრობთ ბიჭებო თქვენ? თუ უყურებთ ჩემს მიერ დანახულ და ჩემი და გიომ რა, მე და გიომ რაც ვისაუბრეთ, მე როგორც დავინახე ეგ ბრძოლა, მაგაზე რას ფიქრობთ? იმადაც გამიკეთეთ პასუხი თუ შეგიძლიათ კომენტარი ზოგი რო იძახის თოფურიას თან ბრძოლა ესა ვარჯიშმაო თოფურიას დაამსგავსაო გურამიო რა სისულელია ჩემი აზრით. შეიძლება ტიპიური გურამიო. შეიძლება ანუ ტიპებს გონიათ რომ რახან ესე იდგა და წინ მიდიოდა. მაინც თოფურიას პირველად უყურებდნენ მის შოუს. ხო. ანუ რო გაეკეთებია ახლა ღვიძლი და თავი ღვიძლი ისევ თოფურიას თავით ან რაღაც ეგეთი კიდე მაგრამ პროსტა ტიპი იდგა ანუ როგორი პონტია იცი? დინ ტომასმა თქვა ყველაზე ზარმაცი რაღაცა გააკეთა კომენტარი ანუ ხეზე რო ადიხარ და ვაშლი რო გინდა და ზემოთ მაღალი როა, მაგრამ მაგას წვალება რო ჭირდება რომ მიწვდე და აგერ ქვემოთ დამპალი ვაშლი ჩამოკიდებული იმას რომ მოკრიფავ. აი ეგეთი პონტი გააკეთა, აზროვნება შეეზარა და რაც ყველაზე მარტივი და ის იყო, რა ქვია, გაუნათლებელი თვალით დასანახი იყო, თოფურიას გავსო რახან white stance აქტივს და წინ მიდიოდა. აი რა, მოდი რა. ბაზარია რა, დიმ ტომასი ძალიან მაგარი ანალიტიკოსია, მაგრამ ზოგჯერ მაგრა ეზარება. მაგიტო არის ლორასენკო ყველა ჯობია, მან ესეთ ზარმას რაღაცას აუროს არ იტყოდა რა. და ყოველთვის აკეთებდა და დომენიკ რუსი არის როგორი ტიპი, იცი, სულ მუშაობს. ანალიზს აკეთებს ძალიან ღრმას. დანარჩენები არიან გასაყრელი ყველა რა. იმიტომ რომ ზარმაცები არიან, კომფორტულად არიან. დენიელ კორმიეს უკვე ტიპს ეზარება უკვე, ლაპარაკიც კი ეზარება და რაში იღებს ფულთან რამდენს და ეგეც კი ეზარება ტიპს რა. რაღაც ანეკდოტებს ყვება ტრანსლაციის დროს ჩემი და დავატირე, აღარ შემიძლია მაგის მოსმენა. დენიელ კორმიეზე ვიტყვი, რობატოლიძე ჩხუბობდა სმითთან და ამბობდა დორიზე პროვოკაციას უკეთებდა ცოტა რომ გამოეწვია ეთყობოდა რა რაღაც ინაგად რაღაცა კეთებდა და ისე ამბობს რომ მე ესე ახლა მივიდოდი და ის დავსჯიდიო პროვოკაციისთვის მაგასო ხო და არა მე ვფიქრობ ეხა ეს ახლა დამწყებია თუ როგორია ახლა რომ პროვოკაციას ახლა რატო აკეთებს ახლა დგომში დოლიძე იმიტომ რომ და გამოიგიდოს ამან და ან შევიდეს ან დაახვედეს. ახლა მე ვიცნობ პროსტა რომას და ვიცი რა ის აკეთებს ზოგადად მაგრამ ისი მენტალური თამაშის ნაწილი არის ასე რომ ვთქვა და ან რო გაარტყამს ხო აი ყოველთვის დასცინის და რაღაც ისე გააკეთებს და გაგარტყი ესე ეუბნება და მე თქი აუ ტიგრუზება და არის მაგის სისუსტე გეიმ პლანის ნაწილი არის ასე რომ ვთქვა რა. ხო და
დისიამოს არაპროფესიონალური კომენტარი გააკეთა დისიმაც გამახსენდა ერთი რომ აუ მეო ეხლა აჩეხავდებიო და აჩეხავდებოდი დისი და დაეცემოდი ყმით კვევით და აჩეხავებოდი და არაერთი დაცემულა მასე აჩეხავებაში ასე რომ ვთქვათ რა გამახსენდა ლევან მაყაშვილის ერთ-ერთი ბრძოლა ACA-ში ასე მეტოქებას აიღო გამოიწვია და ჩამოწეული ხელებით დაუწყო შეხავდა ლევანმაც მოდიო ჩამოწეული ხელებით დაყვინდა თავი მარცხენა ვაკავე დაარტყა და დაამთავრა და მაგის ბრძოლა თან ეგ ბიჭო ეგ ნოკაუტი იყო უკან სulis დროს გათიშა ტიპი ეგ ძალიან რთული უკან რომ მიდიხარ და იქ მან ავარდა და გამოიკიდა და მაგით დაისაჯა არაპროფესიონალიზმის გამო და ამიტომ რა თქმა უნდა ანალიტიკოსებიც უშობენ შეცდომას და ვინც დღეს არის კარგი ანალიტიკოსი არნიშნავს რომ ხვალ არ მობეზდება ეს ანალიტიკის მიცემა და გაიტვინის გაქანება რა თქმა უნდა დომინიკ კრუზი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მებრძოლი არის და რა ძალიან სერიოზული ანალიტიკოსი არის და მე დღემდე მებრძოლების ნამუშევრებზე მუშაობ ასე რომ ვთქვათ რა მის ანალიტიკაზე და ვლაპარაკობ ვუსმენ მის ნალაპარაკებს ზოგადად რა და შეცდომა არ არის უსმენთ მაგას და რაც შეეხება ქუთათელაძე მაგნაირი მებრძოლია არ ვერასოდეს ვერ იტყვი რომ ოვერპეისი აქვს ან რაღაც ქუთათელაძეს ან ზედმეტი მაღალი ტემპი აქვს ასე რომ ვთქვათ მის ტაიმინგებს ხედავს მისი ხედვა აქვს ბრძოლის მისი ხედვა აქვს სიტუაციის ხშირად პირველ რაუნდსაც იძლევა მე როგორც ხედავ მაგას აი ძალიან ხშირად პირველ რაუნდი ჭირდება რომ გაიხსნას ასე რომ ვთქვათ რა და არ დაგვაუწყდეს მაყურებლებო რომ ყოველთვის არის ის დღე როცა მებრძოლეს დღე არ არის ვერ ნახა მისი ტაიმინგი ცუდად ადგა რაღაცა მიწერეს რაღაცა მოწერეს მე მქონია მაგნაირი დღე რაღაცა არაეწყო ასე რომ ვთქვათ რა აი ჩემი პირველი მარცხი რო ვთქვა კარიერაში ესეთი იყო რა აი ვაფშე მთელი დღე იყო უყურმართ ყველა ნაწილზე ასე რომ ვთქვათ რა ერთი მხოლოდ რა ვიცი დილის გახურება იყო ჩემი ნორმალური ასე რომ ვთქვათ ვისაც ტეიპები უნდა დაეკრა ჩემზე იმან დააგვიანა ჩემთან მოსვლა ჩემი გასვლის წინ 20 წუთიანი შუალედი გააკეთეს ეს აი ვისაც გამოცდილება არ გააჩნია და ვისაც გვინც არ ყოფილა გურამ ქუთათელაძეს 20% გზაზე ასე რომ თქვა გავლენაზე ხო ვერასოდეს აზრი არ აქვს მაგ საუბარს 20 კი არა 1%-ზე 1% თუ გაქვთ გავლილი ქუთათელაძეს მიხდებით რომ ხდება ყველა მებრძოლეს დღე სიტუაციაში არის რომ მისი დღე არ არის ამიტომ არის სპორტის საინტერესო და ამიტომ უყურებს ყველა ამიტომ უყურებდა მეივეზერს ყველას როდის წამოიკრავს უკვე ფეხს არა ამიტომ უყურებენ ახლა დაუმარცხებელი მებრძოლებს განსაკუთრებით უყურებენ მაგიტომ როდის წამოიკრავს ფეხს იმიტომ რომ ეს ფაქტორიც არსებობს რა თქმა უნდა და პატივისცემა და გურამს და ძალიან სამაყვარისო თავსაც არ იმართლებს მისი ჭხუბი ჩაატარა როგორც ჩაატარა იგი გადის კეიჩი ის რისკავს მისი ჯანმრთელობით არასათანადოფულად იმიტომ რომ ჩემი თვალსაზრისით დაჟე UFC-ის ჰონორარებიც არ ღირს საშუალო UFC-ის ჰონორარები იმ ზიანს რასაც ღებულობს გურამი ყველა ჭხუბში ასე რომ ვთქვათ გურამი და დანარჩენი სხვას ვინც და თქმა უნდა მე გურამიზე რო ვარაკობ ეხლა ამ მომენტში გულისხმობ რა და თუ გინდა გურამი განსაჯოთ ჩემი თხოვნა არის 1-2% გურამის გზა გაიარეთ და მე გასჯის სულვილიც არ გექნებათ ასე რომ უკვე რა ხდება ხუჩა ვინც ახლა ეგეთია და დაუწყო ლანძღვა ხო გურამს მაგათ ხო არის ვიდეოები დაიდო აუხსნეს ჩვენს ქენით ისა ბევრს ზოგჯერ კოტე ჩამერთო მაჩაბელი იმანაც ახსნა არ გვინდა ეგეთი რატო არ შეიძლება ისე ადამიანსო ეგრე ჯერ ეგეთი მასე რომ მოიქცევა ჯერ ან პატარა ბავშვი უნდა იყოს და არ ესმოდეს ან რაღაც მენტალურად არ უნდა კონდეს წყობაში მე რო აუხსნი და რო აუხსნი რო ეტყვი რა ესე არ შეიძლება რატო არ შეიძლება და მაინც რო გააგრძელებს ახლა დღეს კიდე ვინც მასე იქცევა და გურამ ქუთათელაძეს აგინებს იმიტომ რომ წააგო მაგ ხალხს ამ წუთას უნდა შეეშვა არ შეიძლება მაგათ რო უშველის დრო ან უარესი გახდება დროთა განმავლობაში ან გაიზრდება როგორც პიროვნება და მიხვდება როგორი კრეტინი იყო წარსულში და აღარ იზამს ეგრე მეორედ რა მაგას სხვა მეტი არაფერი არ შეიძლება მაყურებლებო არ დაგავიწყდეთ რომ ქუთათელაძეს ყავს ისეთი საძმაკაცო ალექსანდრე ილია ჩიმაევი კიდე სხვა უამრავი რაოდენობა პროფესიონალური მწვრთნელები და მებრძოლები ხო რამე თუ ასახსნელი იმ ადამიანს აუხსნიან და დილეტანტური გადმოსახედის გარეშე რა თქმა უნდა მაგიტომ მეც არ ვცდილობ რომ რამე ზედმეტი ახსნას იმართლე გითხრა იმიტომ რომ მე არ ვიცი გურამი როგორი იყო მზად მე ვიცი როგორი იყო მზად გოჩა როგორი იყო გახურებული გოჩა ამიტომ შემიძლია გოჩაზე თქვა როგორი იყო რა იყო და ანალიტიკა მიცეს სიტუაციას რა თქმა უნდა რა ტექნიკური თვალსაზრისით უბრალოდ გადახრას რომ მაგარ გადახრებს აკეთებ და კონტრშეტევით ვერ ხურავდა არ ხურავდა არ გამოვიდა რა უშავს ხვალ გამოვა ზეგ გამოვა ერთი დღით არის ზღუდება სპორტი ასე რომ ვთქვათ რა ბიჭო მე მგონია რომ გადაღლილი იყო უბრალოდ რა ჩემი ეს ყველაფერი
უკვე რამდენიმე მესამე ბრძოლაა ზედიზედ ეტყობა გურამს, რომ რაღაცაში არის საქმე, რაღაცა შეიძლება ცვეთაშია საქმე, შეიძლება გადაღლილობაშია, შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემა რაღაცა გახსნა, არ ვიცი, მაგრამ რაღაცაში პრობლემა არის. რაღაცაში კიდე პრობლემა არის. მაგალითად ძალიან არ მომეწონა და ძალიან გულთან ახლოს მივიღე, რომ ქუთათელაძეს ისმაგულოვთან ჩხუბი წაართვეს. აშკარად, აი მართლა იშვიათად განვიცდი გადაწყვეტილების მიმართ კი, ნეგატივს, ასე რომ ვთქვა კი, რა. კი, კი. მაგრამ მაგინე გადაწყვეტილების მიმართ განვიცადე ნეგატივი, რომ აი როგორ იყო იცი, მართლა ბევრი გააკეთა მებრძოლემ და მართლა მოიგო ეს ჩხუბი რა. და როგორია ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩხუბი არის, ასე რომ ვთქვა, ეს ძალიან კი. მნიშვნელოვანი ჩხუბი იყო მისი კარიერისთვის და შეიძლება ადამიანი გადაიწვა, მე შეიძლება გადამწვარიყავი მაგ სიტუაციაში, რომ რა ხო. გინდათ მეტი ასე რომ ვთქვა რა ხო. და ანუ უსამართლობის შეგრძნება ტეხავს უფრო ადრე ადამიანს, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამე. და სულ ვიძახი მე რომ იღბალს რამდენი ხელმძღვანელობა აქვს თან სპორტში. ჰერდინიც, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო რეფერია, მაგ გამოშტერდა, აი, ისე დროს გაუჩერდა ჩხუბი აბსოლუტურად რო არ იყო გასაჩერებელი. ტიპი იმენა იმ ხელად დემირს უკეთებდა და ისეთ პოზიციაში ყავდა მოწინააღმდეგე. დიდი ალბათობა იყო ფინიშის ან რაღაცა დიდი იმპაქტის ისეთის რაც დაამახსოვრდებოდა არბიტრებს და რაშიც ძალიან დიდ ქულას დაუწერდნენ და გაუჩერდა ჩხუბი მოიგონა აბსოლუტურად არალეგალური მუხლი იყო მოიგონა პროსტა დახატა რა მოვიდა და ის ქნა რაც ის უთხრა რომ გააკეთო რაც არ მომხდარა რა და პლუს კიდე ბევრი რაღაცები მაგედან კი ისმაგულოვმაც მაგრა იბრძოლა მაგ ჩხუბში ჯებით ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა გურამს მაგ ჩხუბში ფაქტია ეგ მაგრამ თლიანობაში იგებდა მაგ ჩხუბს გურამი და რაღაცა ორი რაუნდი აშკარად მოიგო, აი აშკარად რო შეიძლება თქვა რომ მოიგო რა. Просто არასოდეს არ დავიწყოს აი საჯების გადაწყვეტილებას ძალიან რთული არის ასე ხელის დატოვება, ასე რომ ვთქვა რა საჯები. თითქოს აი ფორტუნა ამბიც ფორტუნა და კიდე ბევრი რაღაცები ახლა მე ეგ მიზეზობას გურამის ნაცვლად არ ვაპირებ, გამიგე? უბრალოდ რა იცი მე რა მომიხსნია, იცი? ტიპი მართლა ძალიან მაგარი სკილები აქვს. და ნეტა ეგეთი სკილების და ეგეთი დონის მოჭხუბარი UFC-ში ქართველი მეორე მალე გვეყოლოს რა, როგორც გურამია რა. ბოლომ ცოტა მეტი იღბლით და ცოტა სხვანაირი, ანუ არ ვიცი რას დავაბრალო, ფსიქოლოგიური პრობლემა კიდე ერთხელ ცდომა, რაღაცაში არის, იყო პრობლემა რა, რასაც ჩვენ შეიძლება ვერ ვასწავლოთ. ეს ისმაგულოვის მაინდამაინც არ მევასება და ეს ისმაგულოვს რომ მოგება მისცენ, მე ეს ისმაგულოვი UFC-დან რომ გაუშვეს, კაროჩე და ეს ერთი მეორეზე აი რატომ ისცეს ამას მოგება თუ ეს უნდა გავარდნილიყო UFC-დან და ასე მოკლედ რა თქვა ერთი მეორეზე მაგას ხო ის UFC არ აკონტროლებს ვიცი არა რო ვიცი რომ საწყდას უბრალოდ მე მაგაზე მწყდება გული აი უნდა გავარდნილიყო UFC-დან და მოგება აჩუქეს რატომღაცა პლუს ჰონორარი აჩუქეს რომელიც რა ვიცი რაზე ვკაიფობ იცი ყველა მეორე ჩხუბზე ხალხი რო იძახის აუ ჩატყობილი იყო და გაყიდული იყო და ამათ გონიათ რომ ესეთი არა მე არ ვიძახი რომ ჩატყობილი ჩხუბები არ ხდება და შეიძლება UFC-ში წვდება, მაგრამ დეინას რო უნდოდეს ანკალაევი ვერასოდეს ვერ მოიგებდა ვერცეთ რაუნდს პერერასთან. უბრალოდ ჩატყობა ჩხუბის მან იმდენი რაღაცები და ჩაერიოს და მოხდეს. უბრალოდ დეინას რო ჩხუბი გააყიდინო, ხო? რაღაცა ძალიან სერიოზული კომპრომატი უნდა კონდეს მაგაზე და ან თვითონ მოჩხუბარს რო გააყიდინო ჩხუბი რა. მან ისე ლაკტორის მაფია ვერ შეაშინა და ეხლა მაქარძე სამადიდო ფავორიტმა წარუღუნია რა. გურამის ჩათვლით. ძალიან დიდი ფავორიტი იყო გურამის მაგ ბრძოლაში და წარგო და მაქარძე კიდე ორი მებრძოლი იყო, რომელიც დიდი ფავორიტი იყო და ორივე დამარცხდა. გურამი იყო ყველაზე დიდი ფავორიტი მაგ. მე სიმართლე გითხრა, მე გურამმა ხო გახსნა სუსულ პირველი ჩხუბი იყო გურამის პრელიმებზე და რო გახსნა და რო ისა და ანუ ხო მივხვდი რა ხა გიორგი მეთქი უეჭველი всё უკვე კუბოში წევს და აჭედავს მეთქი რა, აღარ უნდა ცხოვრება მეთქი და მეც უკვე ისე ვიყავი რომ იმდენად დავიგრუზე თან ემოციურად დავითარგე რა უყვიროდი რომ ისროლე რაღაცა გურამ ისროლე რაღაცა დაარტყი რამე მაინც დაარტყი თქო რა ვიძახდი და რო არ ისროდა არაფერს არც ხელით არც ფეხით დავიხარჯე ემოციურად მეც გამიგე და აღარ მიყურებია დანარჩენ კარზე მე მეინ ივენტს უყურე უბრალოდ იმიტომ რომ მეც აღარ უყურე საერთოდ მასე მქონდა მეც მარტო მეინ ივენტი მაქვს და გურამის ჩხუბიდან ნახე ვაკა თელი კაპიტანი ხო ნუ რას ვიზამთ წაგება მოგება სპორტის ნაწილია. ისე განსხვავება არავინ არ გააკეთა გურამმა საერთოდ შეიძლება ჭირდეს რა, იმიტომ რომ შეიძლება დისტანციაზე კარგად კონჩენტრას არ აკეთებდა. მე ზიანი რომ იყო ჭიდაობაცა და ჭიდაობა არ გამოვიდა
მე მან ფეხი დაუზიანა და მაგ დროს უკვე როვიჩი დაუსტრაიკერი. რა არის იცი, ჩემი აზრით ამ კონკრეტულ ჯგუფში უკვე გურამს უკვე მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მithkoms, რომ ეს სოფლიო ჩემპიონის საქამრე ბიჭია რა და თავიდან ამას ვამბობდი 6 წლის წინ გურამზე მე. და დღემდე იგივე აზრზე ვარ, ალანტით და მონაცემებით ეგ სოფლიო დონის მოჭუბარია, ეგ ტოპ 5-ის მოჭუბარი. დაუსტრაიკერი. როდესაც ვერ პოულობს საკუთარ თავში სურვილს, რომ ბრძოლა განაგრძო, რაცა უნდა ძლიერი იყო, რაცა უნდა სწრაფი იყო, რაცა უნდა ტექნიკური იყო, რაცა უნდა ჭკვიანი იყო. ეს ყველაფერი გადადის მეორე პლანზე და აღარ მოქმედებს, იმიტომ რომ შენ სურვილი აღარ გაქვს რა, რომ მიზეზს და სურვილს როცა ვერ პოულობს საკუთარ თავში, რომ ბრძოლა განაგრძო, აი მან თავდება ყველაფერი და ჩემი აზრით გურამისთვის ახლა მთავარი კითხვა არის, შეუძლია თუ არა მაგას თავის თავში იყოს სურვილი ისევ. აქვს თუ არა ამის სურვილი საერთოდ? აი ეგ არის მთავარი კითხვა გურამმა, რაც უნდა დაუსვას თავის თავს. და თუ ამას გადაწყვეტს, რომ იპოვის მიზეზს რამეს რომ განაგრძოს ბრძოლა და სურვილს იპოვის საკუთარ თავში, მაშინ მე დიდი სიამოვნებით უყურებთ მაგის ჩხუბს. თუ ამას ვერ იპოვის, მე აღარ მინდა მაგის ჩხუბის ყურება, იმიტომ რომ ვიღაცა, ვინც მაგაზე არცჯერ ნაკლებია, რომ გურამთან მოგება ჩაიწეროს, როცა ღირსი არ არის ამისი, არ მაქვს ამის სურვილი რომ ნახო რა. ამიტომ თვითონ ეხლა გურამში რომი ამდენი სიტუაციაში აღმოჩნდი, მეც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდი, ერთი ჩემი მებრძოლი არის, აი სასწაულად პერსპექტიული მოყვარული მებრძოლი არის, ესე რომ თქვა და სახელი გვარს არ ვიტყვი, მაგრამ ძალიან პერსპექტიული მებრძოლი არის რა. და აი უყურებ რომ ბოლოს ორი ჩხუბი არ უნდა ადამიანს. ვერ კეიჩი გადის მომზადებული და ვერ ასრულებს, არ ასრულებს მის გეგმას რა. ეხლა ბრეიკი მივეცი 1 წლიანი, 1 წელი შეჯიბრზე ვერ გახვალ მეთქი თქო, სანამ არ დავინახავ 1 წელი მინიმუმ ვერ გახვალ, რომ დავინახო მონდომება მეთქი რა. სამოყვარულო ბრძოლებზე ვამ რა, იმიტომ რომ ბრძოლაზე გადის და არ აკეთებს არაფერს, ეს დგას უყურებს მის მეტოქეს რა. 1 წელი ვერ იჩხუბებ მეთქი, 1 წლის შემდეგ თუ გექნება სურვილი, თუ დავინახავ რომ სურვილი გაქვს სპარინგებიდან და მუშაობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა გავაგზავნებ ჩხუბს მეთქი და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იშვიათი არის, მაგრამ აუცილებლად არის საჭირო რომ რაღაც მენტალური პაუზა აღებინო მებრძოლეს. განსაკუთრებით ხშირად ემართ შემართლება წაგებების მერე ბიჭებს რა. მაგარი მომენტები რომ რაღაც ბრძოლას მარცხს განიცდიან და შემდეგ ადრევე ცდილობენ იჩხუბონ. და უკვე იმ ჩხუბისთვის რა აქვს სურვილი ასე რომ ვთქვა რა, რომ იჩხუბონ რა. მაგრამ რა ხდება, იცი? შენ ვიზეც ლაპარაკობ, ეხლა დაახლოებით ხვდები მე ვიზეც ამბობ, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ვწდები, მაგრამ არ აქვს უშუალობა, ეგ მაინც ახალბედაა გურამთან შედარებით, ხო და გურამს მხოლოდ გამოცდილება აქვს. არ ამგონია წაგებას და ეკარგებინოს მაგისთვის, თუნდაც ისმაგულოთ არა, პროსტა ბრეიკი ჭირდება, ანუ მაგას გულისხმობ, შეიძლება ჭირდებოდეს. ხო, უბრალოდ შეიძლება გაცვდა ადამიანი, აი ეგ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად და მაგაშია პრობლემა რა. იმედია დაიბრუნებს თავის მოჯოს მალე შენი ბიჭი და დაგვანახებს თავის შესაძლებლობებს. ეს ამბებია, აროჩე რა. მოკლედ ახლა წინ გავიხედოთ რა, ერთი რა, გადავხედოთ წინ რა, იმას აქვს რა თქმა უნდა, გიგაზე ვსაუბრობ და გიგას ოპონენტი არის დავით ონამა რა. და ეხლა ვნახე ინტერვიუ რა. დავით არა, ეს არა ქვია. დეივიდ ონამა რა. დავით არა, ეს არა ქვია მურმან რა. ეხლა უყურებდი რა, მაგის ინტერვიუ ვნახე და პაходу ისა თაპოლოჯის უყურებდი რა და ხო რა, მოკლედ მარცხი აქვს იმასთან Nate Landwehr, Nate the Train. ხო გახსოვთ? Nate the Train. ხო, იყო M1-ის ჩემპიონი იყო ეგ. სანამ UFC-ში ჩამოვიდოდა რა. და ისა გიგაზე ძალიან კარგად ილაპარაკა გიგაზე რა, დიდი პატივისცემაო და სულ უყურებდიო გიგასო რა და სულ ვიცოდიო რომ შევხვდებოდიო რა გიგასო რა, აი სულ ვიცოდი დარწმუნებული ვიყავი და რომ დამირეკესო დაჟე ვარც გამიკვირდაო, მაგრამ მაგრა გამიხარდაო და ძალიან დიდ პატივისცემო რა და მაგბრძოლაზე რას ფიქრობ და ეგეთი კითხვა მაქვს გოჩასთან რა, მე მაინც ჟურნალისტი ვარ ძმაო რა, ხო ახლა რაღაც კითხვები უნდა ჩავაგდო ხოლმე, თორე გოჩ ხვიჩ თქვენ თუ გაქვთ ეგეთი გზნობა რა და თუ არის ისეთი ადამიანი, ვისთანაც ან ისურვებდით, რომ აი მომავალში გქონოდეთ ბრძოლა რა. იმიტომ კი არა რომ რაღაც პატივისცემით და რაღაც რა, იმიტომ ძალიან კარგად ილაპარაკა რა გიგაზე რა. და თუ არა და მაშინ რას ფიქრობ ამ ბრძოლაზე?
სვისთან გინდა რომ იჩხუბო, ვისთან აი, ხედავ კითხვა. შეტის. ანუ ჩხუბი არა, მაგრამ უბრალოდ ინტერესი მაქვს მაგალითად ტოპ მებრძოლი მოჭიდავეები ვინც არიან. თუგან სპარინგი ჩხუბზე ახლა მიდაბდვალში რომ ინტერესი მაქვს ჩხუბის მეთი მაგას კი არა, მაგრამ უბრალოდ სპარინგი მასთან უბრალოდ მაინტერესებს. ხო არის ახლა ყველაზე მაგარი მოჭიდავე არის და ძალიან მაგარი კარდი აქვს და უბრალოდ მასთან სპარინგის გამოცდილებაც ძალიან მაგარია ჩემთან და ჩემთვის და ესე ახლა ვიჩხოდეს მას ამოთ უმარს, იმიტომ რომ ახლა მერაბისმერი უმარი ფიქრობ ჩემ ზონაში ყველაზე მაგარი მოჭიდავეა. და დაუშვათ რომ აზერბაიჯანში ან საქართველოში ყოფილიყო მერაბის ბრძოლა და უცებ იძახიან რომ მერაბის ოპონენტი გამოერთო რა და short notice ჭირდება რა და შენ ხარ მაშინ უკვე 15-დან 0 ბანთამვეითი ხო აზე ხარ. აი რას აპირებს? არა, მან საერთოდ მაქვს ინტერესი რომ ქართულს სადმე შევხვდე რა. UFC-ს საჩემპიონო ჩხუბის რო იყოს. არ მაქვს უბრალოდ ინტერესი რომ ქართულს ვეჩხუბო საერთოდ. შენ ხო არ ცხადად. მერაბისთან სპარინგი გამიწევდი ბათუმში თუ იქნება ამერიკაში თუ მოხდები, უბრალოდ მართლა მაინტერესებს რომ ანუ მეც ხო მოჭიდავე ვარ, ჭიდაობის სტილი მაქვს და მერაბი არის ამ ჭიდაობაში ყველაზე მაღალი ლეველი და უბრალოდ მაინტერესებს მასთან შედარებით რა დონეზე ვარ ეხლა რა. ხოჩა შენ ხო საერთოდ არც აგა ქართველთან ბრძოლას. ჩვენ რო ვიყოთ ეხა ინტრიგანტის ასტავი, ჩავაგდებით რა ეგ გოჩა. სამოყვარულო არ მაქვს. სამოყვარულო ჩხუბი ქართველთან და პროფესიონალებში ქართველთან არ ვწყვეტ ჩხუბარ. ხო, ანუ შენი 7-დან 0 არც ერთი არ არის ქართველი. ქართველი ყველა უცხოელთან არის კი. ო, საღოლო. ყველა უცხოელთან არის. Nice one. და რას ფიქრობ ამ ბრძოლაზე და ანუ რო იძახიანო კლიკბეიტის თვალსაზრისით ჩემი აზრით ძალიან მაგარი არის ესეთი რაღაცეები. ჩვენ კლიკბეიტობას არ ვაწვევით რა. ხო ბაზარი არა. ხუმრობა გვიყვარს, მაგრამ კლიკბეიტინგები და რაღაც არა. ხუჭ რას ფიქრობ, ანუ ეხა არის პირველი ოპონენტი ჭიკაძის, რომელიც არ არის ტოპ 15-ში და მაგრამ ისე აწვევიან, რომ პირიქით უნდათ, რომ ფიქრობენ, რომ ანუ ღირს ამ ბიჭისთვის შანსის მიცემა რა. და გიგას როგორც საჩუქარი ისე აძლევენ ახლა ჩემი აზრით, იმიტომ რომ გიგას მაინც სახელი აქვს რა და ტოპ 15-ში არის რა თქმა უნდა, ხო? გიგას ერთ-ერთი მებრძოლია, რომელიც მართლა ძალიან მაგრამ მუშაობს მისი მენეჯმენტი და თვით გიგა ჭიკაძე მის თავზე. ამიტომ ყველა აი როგორ გითხრა რა, ცუდი გაგების გარეშე, მაგრამ აზარტის გარეშე ვხედავ გიგას ბრძოლებს ასე რომ ვთქვათ რა, იმიტომ რომ ვიცი რომ უპირატეს პოზიციაში იქნება რა გიგა. და ეს ჩემი აზრით გარდაუვალი არის, რომ ყველა ბრძოლაში ძალიან მაგრად დგას სტილისტიკურად მისი მეტოქეებთან შედარებით. მისი მთელ კარიერას რო გადავხედოთ, ხო, აი როგორი მებრძოლები არის, როგორთანაც უნდა იჩხუბოს. რო გზა კარგად კონდეს გავლილი რა და მისი მენეჯერი მისი ფენები და თვით გიგაც კარგად მუშაობს ძალიან ჩემი თვალსაზრისით მაგაზე რომ სწორი მეტოქეები ყავდეს ასე რომ ვთქვათ რა იმიტომ რომ სწორად რომ შედგეს გიგა ჭიკაძე როგორც მებრძოლი ასე რომ ვთქვათ და მისი კარიერაც როგორც შედგეს რა ამიტომ გიგა ჭიკაძე არანაირი ნეგატივი არ არის ამაში უბრალოდ გულისხმობ რომ ქართველი UFC-ში მებრძოლეებიდან ხო ყველაზე ნაკლებს ემოციას განვიცდი რა თქმა უნდა სასიამოვნო ემოციებს სიხარულის ემოციებს მაგრამ ყველაზე ნაკლებად სანერვიულო მებრძოლი არის ჩემთვის ასე რომ ვთქვათ რა იმიტომ რომ სწორად მოძრაობს სწორად მოღვაწეობს ჩემ მებრძოლესაც მასე ვამოძრავებდი შანსი რომ მქონდეს მე გოჩას ყველას დგომის მებრძოლეებს ვაჩხუბებდი რომ ყველა გადაიყვანოს და ყველა ვერავინ ვერ ეჭიდაოს ბალადეც გიგა ჭიკაძეს არ ვიცი სიმართლე გითხრა არ ჩავხმავებული ვარ გიგა ჭიკაძეს მეტოქეზე მაგრამ უბრალოდ ძალიან სწორად და ძალიან ზუსტად მოძრავს მე რომ მქონდეს მაგდენი საშუალება გოჩასთან ყველა კამერამდე ყველა იჭხუბებდა ისეთი ვინ ჭირდაობა არის ასე რომ ვთქვათ რა სტილისტიკურად კომფორტული მაგას გულისხმობ რა ამ შემთხვევაში და გიგა ჭიკაძესგან რაც თავარი უნდა ვისწავლოთ რომ არიჩქაროთ matchmaking-ზე, აერჩიეთ კომფორტული მებრძოლები, იმიტომ რომ ეს თქვენი სიცოცხლეა, თქვენი კარიერა, თქვენი ჯანმრთელობა არის, ასე ვთქვათ რა. ყველა მის ბიზნესს აწვება. კი, მაგრამ ჩემი აზრით ხუჩ ეს ძალიან გადამწყვეტი ბრძოლა არის. ახლა ყველა ბრძოლა გადამწყვეტია და ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ უკვე გიგასთვის ხოაზე ხარ, ანუ სადაც არის ამ ეტაპზე, უკვე აქ მოგება ჩემი აზრით, რა ვიცი, კრიტიკულად ჭირდება. ანუ ამიტომ ჩავეძიე პროსტა იმ მომენტს რომ გიგა ჭიკაძეს მეტოქეებს ზოგადად ძალიან ღმათ არ უჯდები, არ უჯდები და არ ვიწყებ სწავლას რა, მაგას გულისხმობდი რა, იმიტომ რომ მჯერავს რომ გიგა ჭიკაძე ზოგადად კომფორტულ ჩხუბს და კარგ ჩხუბს ჩაატარებს ასე რომ ვთქვათ რა. თუმდაც არდონდალენი მეგონა რომ გიგა ჭიკაძე უფრო მარტივად მოუგებდა ასე რომ ვთქვათ არდონდალენს რა. და სხვა შედეგი იქნებოდა მაგ ჩხუბიდან გამომდინარე რა.
კელვინ კეითერიც ახას გიგაჭიკაძეს არ გლორიაში რო იბრძვის და სერიოზული კიკბოქსერი და სადაც ჩოლებრივი MMA-ის მებრძოლი ასე ვთქვათ და დგომში განსხვავება არის რა ხარისხებში რა როგორც ახლა სტრიტბოლის მოთამაშე და კალათბურთელი ვაზე ხარ რა დიდი განსხვავება არის ახლა პროფი NBA-ის კალათბურთელი და ჩოლებრივი ზანგრომის სტრიტბოლს მოთამაშობს იმაში რა თქმა უნდა გიგაჭიკაძესთან შედარებით ყველა დგომის მებრძოლი სტილისტიკურად ისე რა გამოიყურება პოტენციალურად ასე ვთქვათ რა მაგიტო არ ჩავხმავებული ვარ ამ მეტოქეს. კი ბატონო მესმის ასაც იძახი. მეც ახლა მე აზრით ეს ჭუბია რომ თუ არის გიგაში დარჩენილი კიდე ერთი წრის მორტკმა ტოპ 5-ზე და კამრის ირგვლივ ეს ის ჭუბია იდეალური ჭუბია იმისათვის რომ აი ამ ჭუბით დაიწყოს რა ამ ჭუბს თუ ფინიშით მოიგებს გიგა ხო ჩემი აზრით ეგრევე ისევ გლებში იქნება საქმე ეგრევე რა ეგრევე გადააგდებენ ტოპებში და თავიდან მოუწევს აი გზის გავლა რაც გაიარა კატარამდე რა და ნახოთ მე ძალიან მე ყველაზე მეტად ინტერესი მკლავს ეხა ეს ესეთი მოწინააღმდეგე არაა რომ რაღაცა ესეთი და ბრეიქდაუნ არის მაღალი დონის საკმაოდ საფათო ბიჭია არ არის იული ჭუბი მაგრამ გიგამ თუ ის გიგა ისევ არის ისევ ცოცხალია მასში რომელიც ბარბოსას ეჭუბა გიგამ ეს ბიჭი უნდა დამარხოს რა და ჭუბი როგორც დამთავრდება მაგის მიხედვით მე უნდა დაუსვას გიგამ თავის თავს კითხვები ჩვენც უნდა დაუსვათ ჩვენ თავს კითხვები გიგაზე გიგას ირგვლივ გავაკეთოთ ანალიზი და ვნახოთ ჯერ უნდა ეს ისეთი ჭუბია კუბამდე ბევრს ვერაფერს ვერ იტყვი იქიდან გამომდინარე თუ რა მოხდა წინა წლებში ხო ეხლა უბრალოდ ველოდები რა მოხდება ამ კონკრეტულ ბრძოლაში როგორც როგორი იქნება გიგა იმიტომ რომ გიგა ეხლა რაც მართალია კატართან არ გავდა არ იყო ის ბიჭი რომელიც ჩვენ გვახსოვს და შეგვიყვარდა როგორც მებრძოლი ხო რა თქმა უნდა გომის მებრძოლებს მე მეგონა გიგაჭიკაძე ყველა ნებისმიერ გომის მებრძოლეს თავისუფლად დაუდგეს UFC-ში მაგრამ მაგ ბრძოლაში მართლა ძაღლი აჩვენა რა თავის მე გულში ძაღლი როა ეგ მაინც აჩვენა მაგ ბრძოლაში კი ეგ ახლა თავის თავად კაცო მაგაზე უყურე ეგ ისეთი ლაპარაკია უყურე UFC-ში რო ხარ და ტოპ 10-ში და ტოპ 5-ში რო იბრძვი შენ ძაღლი ყავს თუ არა მაგაზე ლაპარაკიც არ უნდა იყოს რა ბიჭო აბა ლიონედორ შეხედე სად ყავდა ძაღლი თო ბიჭო ახლა ვიგავიგე ისეთ მოწინააღმდეგეს ებრძოდა რომ მან ძაღლი გამოიყვანეს და აფშაკა და გერმანული ვეგარი მაშინ დაიძინებდა მაშინ ძაღლი არ ყავდა ლიონედორს bro he didn't have no dog აი ბიჭო ასეთ რაღაცებს რო ამბობ მაგროს ბიждები გაიგე ცხოვრებაში ეს სამშენი ძაღლი ერთი წამი რას ქვია დაიძინებდა შენ იცი დაიძინებდა ძაღლი რო ყავდა დაიძინებდა ერთი წამი და აიღე 1 საათი შეჩემა ხა 100 ვერ შემოხლევინებში ფრანტ ჩოუკიდან შენ იცი რომ ხერხემის მალებს ამოგაძრობენ ტრაკიდან ხელი თუ არ დაურწყი იცი ეგ რერნეკერ ჩოუკის ხვარი უკინა რო გახჩობენ და შეგიძლია დაიძინო კი შენ არც ეგ არა სასურველი და ეგ არაფერს არ ნიშნავს მაგრამ ფრანტ ჩოუკიდან ხელს რო არ დაარტყამ აი ამ ხერხემის მალებს ამოგაძრობენ ბოლოს იქნება გამოსატანი ტრაკიდან ოპერაცია ესეთი იქნება რთული იმიტომ რომ ძაღლი ეგ არის მე რო ყლეზე გიგა იგე თორე აგერ მაგარი ჩოუკი გამიკითა მე გოჩამ სასტუმროში და ეგრევე დავადე ხელით ეს ვინ არის ეს ვინ არის ბიჭო ეს რა ჭირი მჭირს თო ბიჭო არის რომ ძაღლს დაინახა ბრძოლაში და ეხლა შენ თუ მეუბნები რომ ლიონედორცის ბრძოლაში ძაღლი დაინახე მაშინ ძმაო I don't know what to say. ლიონედორცის ბრძოლაში ამ ბრძოლაში შეიძლება ძაღლი ვერ დაინახე, მაგრამ ეგ იმიტომ ვერ დაინახე, რომ შომბრედი იყო ძალიან მაგარ ხოძე და არც კი აცადა. მაგის ძაღლს ყეფა იმ დღეს. ზარი არ არის, მაგრამ გენოლოგი იყო. ეს ბიჭო ეს არ მესმის, გაიგე? მოჭუბრების შეურაცხყოფას რო ცდილობთ, შენ და შენთან ადამიანები, როდესაც აბა რა არის ხა ეგ? აბა რა ანუ შიშა ნახე შეურაცხყოფა შეჩემა ერთი რაღაცა ვთქვი რომ იმ ბრძოლაში მეთქი კატარის ბრძოლაში დავინახეთ ძაღლი რო ყავს გულში მეთქი ჭიკაძეს მეთქი და მაგ შენ თქვი ყველას ძაღლი ყავსო და ყველა ბრძოლაში ძაღლი არ ჩანს და მოვიყვანე მაგალითი რომ აი ტოპ 10-ში მაშინ იგივე შეიძლება ვთქვათ ეხა ჩვენ გურამიზე რომ ძაღლი არ ყავდა იმ ბოლო ბრძოლაში ხო
ანუ ძაღლი ბენ ყავდა ერთთან ჯგუფში როცა როგორ გეკადრება ბიჭოჩი აუ კაროჩე რა ძაღლი არ ყავდა რედი როცა მიიღო ორი ადამიანი რაზიანი როცა მიიღო ორი რამდენჯერ დაეცა შეჩემა და მაინც გააგზელა თო მოიცა რა კაროჩი და აბა ლეონ თორე ედვარდსი ამას გავთიშავ ლეონ ძმაო რა ერთი წამი შეიძლება ფიზიკურად ერთი ვერა წამი მაგრამ ერთი ერთი კნოპკა წამი მაგ და დავაჭერ და всё ერთი წამი ანუ ლეონ ედვარდსმა ის შენი აზრით არ გაიგო იბრძოლა იმ ჩოუში რაშიც ეგ იყო ხო მან 100%-ით ყველა დანებდება გაიგე ყველა ნები ვინც არ უნდა იყოს ზოგი დანებდება ზოგი დაიძინებს ზოგი დანებდება ზოგი გაიტრამვება იმიტომ რომ ზოგი გამოსტერებულია და ეს დაიძინებს რა ქვია ეგ არის ვერ დაიძინებ იმ ან ჩოუში ან ბიჭო you tap out ან დაიძინებ ის არის მოგწყდება შვილო ის არის მალებს ამუგაცლის გაიგე სერიოზულ ტრამვას მიიღე ვერ დაიძინებ შეიძლება კისერი მოიტეხო ხვდები შენ მაგ ჩოუში სანამ დაგეძინება მანამდე კისერი მოგწყდება გაიგე მე გიხსნი შენ ფრან ჩოუკიდან მithumedes მაკედან როცა ძირს ხარ ესეც კი არ იყო ზემოდან რო ხარ და გახჩობენ გილეტინით კიდე შეიძლება თეძოები გადაყარო მარჯვნივ მარცხნივ და ეჯასტირება გააკეთო და გადაურჩე რა მაგრამ ქვემოთ რო ხარ და კისერი ესე რო გაქვს გაიგე და ის რო ამხელა კაცი ამხელა ჯანის კაცი რო კიდე ქაჩავს და შენ ხელს არ ურტყავ, იმიტომ რომ ძაღლი მაქო იძახი და კიდე ეოდები როდის დაგეძინება, ბოლოს საკუთარ ხელხემოს რო დაინახავ იმის ხელში, მე იქნება ძაღლი და ეძებე აფჩარკა და ესა კავკასიური ნაგაზი და ესა რა. მე იქნება ძაღლი. break. ითქვა აქვს. AFC რო ბათუმში ჩამოდის, თემა არის. ძალიან, პირველად ხო? პირველად? ბათუმის სამოსაბრძოლო აკადემია სტუმრობს AFC-ს. ფლაგმანი რუსლან ბოლქვაძე ღებულობს ტურნირს, ასე რომ ვთქვათ. რუსლან ბოლქვაძეს თავით უნდა შეივსოს ბათუმის არენა, სადაც იქნება. ჯერ არენა არ არის გადაწყვეტილი ზოგადად, სადაც ჩაატარონ არა არიციან ზუსტად. არ აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ან სპორტის სასახლე იქნება, ან კიდე რაღაც მრავალათასოვანი ადგილი რა. და AFC-ის წარმომადგენლობას რო ველაპარაკე, დიდი იმედები აქვს, რომ აი რუსლანი და რამოდენიმე კიდე ბევრი ბათუმელები sold-out გააკეთებენ რა. და ჩემი აზრით, ჯანსაღი პრაქტიკაში მოდის რა, ქართულ სპორტში, რომ ორგანიზატორები იმისთვის არ აკეთებენ ივენტს, რომ სპონსორები დააკმაყოფილონ და უბრალოდ ივენტი გააკეთონ რა. არამედ მებრძოლეებზეც იმედს აპყარებენ, რომ sold-out გააკეთებს მებრძოლე და რა უკვე sold-out-ზე ფიქრობენ, ასე რომ ვთქვათ, როგორც ისეთი გაგებაზე რა. არა მარტო იმაზე, რომ 100-200 ადამიანს მოიყვანს, არამედ 1000-მდე, 2000-მდე ესეთი იმედები აქვს გააჩნიათ რა. და რა, ბათუმის მთელი ელიტა იბრძვის. ასე ვთქვათ, ყველაზე მედიური მებრძოლეები, ვინც იქნება თავისუფალი ბათუმის და თბილისის ქართში იქნებიან და რაღაცა ძალიან საინტერესო და მაგარი შოუ უნდა იყოს. თან ვინ ვიყავს აყვანილი AFC-ს რომი? პრაიჩი რო იყო გოგო ბექზე რო ყვირო და აი რო გაერთით ვიღაც რო გამოდიოდა Wanderlust-ი რო ყვირო და ისა აყავთ. იხდი? აი რაღაც რამდენი წელი გავიდა, რამდენი წელია იქნება 50 წლის უკვე. ხო რა. და announcer-ი, კაროჩე announcer-ი ყავთ Pride-ის, ხო? ხო? announcer-ი რო გამოდის იმას რო ყვირეს, ჯორჯია და რაღაცა როგორ იცი? ცოტა ფანატს აღვიძებს, მაგნაირი რაღაცა ჩემში რა, ასე რომ ვთქვა რა. მე რას ვინატრებდი, ცი Pride-ის მუსიკა რო იყიდოს ვინმე რა, საავტორო უფლებები და ეგ გაუშვან მაგარი მუსიკა ქონდა ძალიან რო იწყებოდა. ეს უკვე UFC-ს მიეკუთვნის და ალბათ უკვე UFC არავის არ მიცემს მაგას, მაგრამ ეს voice-ი რო ჩასვეს ღმა ფანებისთვის ძალიან დიდი პატივისცემაა და რავი, ძალიან დიდი მადლობა მინდა ლიგას მაგისთვის გადავუხადო, იმიტომ რომ ამ ემოციებს განვიცდი, ასე რომ ვთქვათ, იმ ხმასო ლაივში კიდე გავიგონებ რა. ძალიან ანუ ადრე ტელევიზორში და რაღაც YouTube-ის ამონაჭრებში და რაღაც ჰაილაითებში ისმოდა ეს ხმა მხოლოდ და Pride-ის ჩხუბს ლაივში არ მაქვს დაყურები, როგორც ასეთი, ანუ პირდაპირ ეთერს არ მაქვს დაყურები და ეხა ეს ადამიანი ერთ-ერთი წამყვანი პირი რო იქნება, რაღაც ესთეტიკა გადმოცემული არის. აი, იქაც რეიჯი, რინგი და რაღაცა ესეთი სიტუაცია, ასე რომ ვთქვათ რა, გადმოცემული არის. მაგარი იქნებოდა 10 წუთიანი რო ყოფილიყო პირველი რაუნდი, ვაფშე ძალიან მაგარი იქნებოდა მაგის ისტორია, მაგრამ ნუ ეხა უკვე მაგის
too much old school ფანფენებისთვის არის რა, ასე რომ ვთქვათ რა. რეგულაციები უკვე აღარ უშვებს მგონი ხო მაგას. ხო არა, რა თქმა უნდა, აღარ უშვებს ის просто old school-ის მაინც რაღაც შეხება რო არის, ძალიან სასიამოვნო არის და რაღაც აი როგორი რაღაცა იცი, ნაწილი რო ხარ ამ ივენტების, ხო, ძალიან სასიამოვნო მომენტი არის რა. და რაღაც როგორ იცი, ენთუზიაზმს მაძლევს, რომ ეს ყველა ივენტი ხო სიმართლეში ისტორია არის, ვიღაცის დრამა არის, ვიღაცამ მოიგო, ვიღაცამ წააგო, ვიღაცამ აი დიდი პირველი ნაბიჯი გადადგა, ასე რომ ვთქვათ რა და ამ ივენტების ნაწილი რო ხარ ძალიან დიდი სიამოვნებას მანიჭებს და განსაკუთრებით რაღაცა რაღაცა ნოსტალგიური რაღაცეები რო არის ამაში ასე რომ ვთქვათ აი რაღაც ძალიან oldi რაც იცი და რაც გონია რომ არიარსებებს არასოდეს რა ასე რომ ვთქვათ რა ამიტომ შეძახილია ფანებისთვის რომ პროსტა ერთი ივენტი იქნება სავარაუდოდ ბათუმის ისტორიაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ივენტი იქნება და არ გამაზოთ ძალიან აუცილებლად საყურებელი არის რა და ყველა ბათუმელი პროსტა მაგიდები არ გაშალოთ წინაზიმაში რიგებში არა ეს იქნება სხვა თემა ეს სხვა თემა მანდ დავინახო ვიღაცა ხინკალს ჭამს შუა ხუბის დრო შეიძლება გავგიჟდე ჩემი დედავატირე რა თუმცა Eclipse Fight Night-ზე საჭმელიც კი არ იყო პროსტა ეს მაგიდები აბა შემოიტანეს გარედან ივან თავარია სასმელი იყოს ბიჭო სასმელი დასალევი იყო უფრო დასალევი და მისაყოლებელი ასე რომ არა ზოგადად უყურე ხო იცი ახლა შენს რომ მაგიდები არ უნდა იყოს რა კი ჩემთვისაც ეს რთული ბერკეტი არის მაგრამ ხო იცი ვინც იხდის ფულს ის არის ყოველთვის მართალი შესაძლებელი რა და ეს არის ეს old pride-ის vibes რო გძნობ ასე რომ ვთქვათ რა ახალი ივენტში ესაა ჩემთვის აი ენთუზიაზმი აჟიოტაჟი იწვევს ცოტა ჩემში ასე რომ ზედაპირულად რა და მაგის გაზიარება მინდოდა ჩვენ მაყურებლებთან და თქვენთან რა მაგის რა რომ რაღაცა მაგარია ძალიან აჟიოტაჟი ასე რომ ვთქვათ რა დაველოდები ძალიან დიდი ენთუზიაზმით მაგ ქალის ხმას განსაკუთრებით ამდენ ხანია ლაივში არ გამიგია მაგ გოგოს ხმა მაგრამ ბიჭო მაგრამ იმასაც შევიხოთ UFC ბაქუს რა რომელიც თითქმის უკვე გადაწყვეტილი ამბავია და გიორგის თემთან მინდოდა წინა გადაცემაში მაგაზე ლაპარაკი მაგრამ დამავიწყდა რომ მე თქვა რა ისე ჩარჩქარა ჩავწერეთ და ისეთ ხასიათზე ვიყავით თან რომ არც მოგხსულია თავში ბიჭო UFC ბაქუზე რას ფიქრობთ ბაქუ თუ ბაქუ მე ვფიქრობ კაროჩე კანონიური იქნება თუ ოთარი თანზილოვის დებიუტს დავინახავთ მაქა იმიტომ რომ გვერდზე არის ეთნო ქართველი /აზერბაიჯანელი არის ოთარი და ანუ როგორც ესე კონიუნქტურაში ჯდება ასე რომ ვთქვათ რა ვინ უნდა გააკეთოს დებიუტი მან თუ არა აქ რა ასე რომ ვთქვათ რა თან ფეთქებადი დგომის მებრძოლი არის რა ის ჩემთვის მე ვხედავ რა მგონია არ ვიცი არანაირი ინსაიდი არ გამაჩნია არაფერი ინფორმაცია არ ვიცი ზოგადად მაგრამ მგონია რომ ალბათ მაგ მებრძოლემ უნდა გააკეთოს მისი დებიუტი მაგ ივენტზე იმიტომ რომ გვერდზე ბაზრობასაც ფარავს ასე რომ ვთქვათ ქართველებსაც მოიწევს მაგ UFC-ზე მოსასვლელად და რა თქმა უნდა აზერბაიჯანელებსაც მოიწევს საგულშემატკივროდ მისთვის რა მეტი ადგილი არში ვერ შეიძლება მოგონდა რომ წარსეულის უფრო კარგი სადებიუტო მაგ მებრძოლისთვის რა ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნებებიდან მეტი ვერ ხედავ იმის შეიძლება თქმა უნდა ხა ჩემი დიდი სურვილი იქნება და კიდე რომადოლიძეს რო ბრძოლდეს მაგა და რამოდენიმე კიდე ხალხი მაგრამ დებიუტანტები უნდა ყავდეთ ბევრი საქართველოსთან წეს ერთი ორი კაცი მაინც თუ წავიდა კაი იქნება რა ძალიან მაგარი იქნებოდა აბა რა აუცილებლად თან UFC-სთვისაც ახალი სისხლი იქნებოდა მაგრამ აი საქართველოს ცოტა რთულ თემად დგას UFC-სთვის ასე რომ ვთქვათ რა გარშე და UFC სტარტებისთვის რა ასე რომ ვთქვათ რა და რა თქმა უნდა მაგათაც საინტერესებთ კიდე აზერბაიჯანული ბაზრობის ათვისება რა ეს საქართველოს ეხა ასე თუ ისე სერიოზული კოლექტივი ყავს რა UFC-ში და ძალიან დომინანტური დომინაციის ქვეშ არის რა UFC ქართული დომინაციის ქვეშ არის და ახლა აზერბაიჯანელები ვინ არის რეალურად ფიზიები და რამოდენიმე კიდე არის 1-2 ასე რომ ვთქვათ მაგრამ კი მაგრამ მაგარი შანსი მიეცა აზერბაიჯანს რომ ეხლა დებიუტანტები ვინც იქნებიან რა თუ მოიგეს ეს როლები ეგრევე კონტრაქტები ექნება შეიძლება 5 კაცს ეგრევე კონტრაქტი მიცენ რა ხო აზე ხარ კი ანუ ახალი სისხლი ჭირდებათ მაგას გულისხმობ რა UFC-ს ალბათ გადაწყვეტილება მე ჯერ ცოტა მეწყინა სიმართლე გითხრათ რა რატო საქართველოს არა ჩვენ გვყავს ტოპები ჩვენ გვყავს ჩვენი დომინაციის ქვეშ არის ეს ლიგა რა ისეთ თემაში pound და top 5-დან 2 პოზიცია ჩვენ გვიყავია რა მაგრამ მე ძალიან მაგარი გამოვიდა ხო ძალიან მაგარი გამოვიდა რეალურად მარკეტინგული თვალსაზრისით ხო UFC-ს ხო ჭირდება ახალი ბაზრობის მოწვევა თორე ეს ბაზრობა უკვე დამუშავებული არის საქართველოს ყველა ვიცით უკვე რა ასე რომ ვთქვათ რა და არა უბრალოდ იგივე მიზეზი რატომაც არა მატება
ხო რამდენი რაღაც ჩამოთვალე ხა ტოპ თუ პაუნდ ორი კაცი ქართველია, ორი ჩემპიონი ერთ წელში, ესა, მაგრამ რო გვიყურებენ ამ ხელა ქვეყანა ვართ, ფული ჩვენ არ გვაქვს, ხალხი ჩვენ არ გვყავს, არაფერი და რაღაცა უნდა წამოვიყვანოთ აქედან სხვებიო ფიქრობენ, ამათ ეხა გაჩემპიონება ჩვენ აჟებ, ამაგეთ კიდევ ფული ბიზნესია ეს. ვის მიყიდის ქართველი რა ასე რომ ვთქვათ რა მის სადმა ბოლასთან. გაიყიდოს, სადა თოფურია კი ესპანეთს ყიდის პახოდო და მაგარი აწყობთ. და მეორე მერაბიც თოფურია ახლა წყალთ. worldwide არის, მაგრამ თქო უნდა მერაბის ბრძოლა ყველა საინტერესებს ყურება, იმიტომ რომ ისეთი კი, მოდობილი ბაზარი ტიპი არა, არის. მაგრამ სანამ მერაბიმდე მიხვალ, მანამდე ქართველი ხარ, ხო? მანამდე უნდა გიყურებდნენ, მანამდე უნდა მოიწვიო მაყურებელი, მანამდე უნდა მოიწვიო ენთუზიაზმი რა თქმა უნდა და აზარტი ხალხის რო იგურო. ამიტომ ეს ძალიან ცუდია ბიჭებისთვის, გაიგე, ეგ არ გვაწყობს ჩვენ და მაგიტომ ვიძახიან მოუწოდებ ყველას, ვინც თვითონ ვინც UFC-ში არიან იმათ განსაკუთრებით მაგათ შეუძლიათ გავლენა იქონიონ. ყველაზე მეტად რა, იმიტომ რომ მაგას ვიზახება, ყველაფერს პირდაპირ ხო არ ვიტყვია რა. ხაბიბზე რო ვლაპარაკობ, ერთმა კაცმა რაკნა, მთელი დაღესტანი შეაგდო UFC-ში, გაიგე? და აქ ხუთი კაცი რო ყავს, ყველა უნდა ვიმუშაოთ ერთად რომ მეტი ბიჭები მოიყვანონ რაღაცნაირად. შეიძლება ზუბი გქონდეს ვიღაცა არ გევასებოდეს ისა, მაგრამ ეს საქმე გასაკეთებელია. ეგ არის ქართული საქმე. რომ გადაადო შენი პირადი გვერდზე, როგორც მე უნდა გადავდო ახლა ჩემი პირადი გვერდზე ამ წუთას და გააკეთო საქმე, გაიგე? ესეა. კი. ძალიან მაგარი იქნება აი თოფურია, ილია თოფურია თუ მაგის ახალი ქუჩით ჩამოვიდეს აზერბაიჯანში მაგევენზე რა. ვიცი რომ ეხლა მან არის ბრძოლებს და მერაბიც არ იქნება, მაგრამ მან თუ იქნებიან ჩვენი წარმომადგენლები რა ტოპ ლეველები. არა, ალექსანდრეს დანახვა მაგალითად რეალური არის მაქა. ფანტასტიკური ბოდიში აქვე დავამატებ. მე არ ვიცი, შეიძლება ბიჭები ძალიან ბევრს აკეთებენ, გამიგე UFC-ში ვინც არიან. და არ ვიცი ჩვენ, მე უბრალოდ ვიძახი როგორც უნდა იყოს იქ თუ ერთმა კაცმა ამდენი რამე შეძლო, ნუ ვიღაცების დახმარებით, რა თქმა უნდა, აქ უფრო მეტნი ვარ ჩვენ და უნდა გქონდეს მე მგონი იმდენი ძალა და ისა ერთობით რომ რაღაცა გავაკეთოთ, ხო? ამას ვიძახ მეც არაფერს. მე არ მინდა რომ ისე გაიგოს ვიღაცამ რომ ვიღაცას ვეუბნები რომ ვითო არაკეთებს საკმარის რამე, იმიტომ რომ ისეთი ხალხი ვარ ჩვენ ქართველები, შეიძლება შარი ავკიდოთ ერთმანეთს და ესა და მე ველოდები გოჩას დებიუტს ძმაო. აზერბაიჯანში. Let's go. თუ შანსი იქნება everybody. Undefeated 7-0. Why not, man? Let's go. ჯერ ადრე, ჯერ, მაგრამ მოვადრო 1-2 წელიც და ეგ არის რა. შეიძლება ცოტა ნაკლებიც და გააჩნია თვითონ გოჩაზეც აქ დამოკიდებული, რა თქმა უნდა, მაგრამ გოჩა ეხლა არის უკვე რომეო კონტენდერების სიაში, კონტენდერები. მე არ მინდა კონტენდერებით რომ შევიდეს, გაიგე? აი, როგორც შანსი ასე რომ ვთქვა, ხო? მაქსიაში უკვე არის, მაგა გვისტუდან რო იწყება ივენთი, მაგრამ ეს როგორაა, ხო იცი, იგენი წვიტავენ რა. ეხა რეალურად მხოლოდ შონ შელბი წვიტავს, მაგიც ვიცი მე რომ შონ შელბი უყურებს გოჩას кейს, ასე რომ ვთქვა რა. და მე ვიცი, როგორც მე ვიცი, ხო? გოჩა თვითონ არის როგორი ვარიანტი, იცი? აი არის ბენთოვეიჩი ბრძოლა გასაკეთებელი აუცილებლად. გავაკეთოთ მაშინ გოჩა. ამ შემთხვევაში რა, ასე რომ ვთქვათ, რომ ეხლა ნერვს ყლაპავენ გოჩაზე, მასეც ესეც სიმართლე არ იქნება და რაღაცა ეხლა. რა თქმა უნდა, იქ კონტენდერების სერია არის და ისეთი ლობიზმი მიდის და გინდა დომინანს MMA-დან, გინდა სხვა იმიდან, რა ქვია, სამენეჯმენტო ორგანიზაციებიდან, რეალურად ეხლა ნახევრად პატრონად ადამიანი რო გაიჩიტო იქა, ძალიან დიდი სირთულეს წარმოადგენს რა. რა თქმა უნდა რა. კონტენდერების სიაში რა თქმა უნდა ყველა სეზონზე იქნება გოჩა ამ სეზონიდან, მაგრამ ნუ მე უკვე დარჩენი არის დარჩენი იმას ლიგაზე matchmaking-ზე და ჩვენ შედეგებზე რა, კი ალბათ 8-0, 9-0, ალბათ 7-0, ალბათ 10-0, არავინ არ ვიცით ეს გზა უკვე უკვალავი არის ესე რომ თქვა და ჩვენთვის რა. გოჩ შენ როდის გინდა დაბრუნება, ან როდის არის კაი დრო, ანუ ზაფხულში თუ უფრო გვიან თუ რა? დაბრუნებით იმასე რომ თქვა დაბრუნებით აგერ 12 აპრილს იყო ივენთი და ხვიჩას ვეუბნებოდი რომ თუ არის შესაძლებელი ჩავსვი მეთქი რა ისევ GCK-ში. იმიტომ რომ ანუ კარგად გრძნობდი თავს, კომფორტულად გრძნობდი თავს, წონაც ერთ იყო ჩავაბარებდი რა ძალიან აღდგენილი არ მქონდა წონა და ნუ ჩემთვის იდეალური ვარიანტი არის რომ ასე ორ თვეში მაისში რო ვიჩხო მაგალითად მზად ვიქნები ჩვეულებრივად რა. აი JCK-ის გარდა რა ვარიანტებია კიდე რას ფიქრობ? სანამ იგივე კონტენდერებამდე მივა საქმე და როგორ არის ცი? ხო, როგორ არის ცი რომ აი ბრეივთანაც მაქვს სტომა რომ კონტრაქტი გაუკეთო. მაგრამ ბრევი ამ 3 წლიანი კონტრაქტი, იმ 3 წლიანი კონტრაქტში 6 წუთებს გაძლევს. იქიდან UFC
და UFC-ში გასვლის საშუალებასაც არ გაძლევენ მაგ ან კონტრაქტს. მოვცემს და ან არა. თუ მოკაევი არ არ ახარ ხო? გაძლევენ. ორა არ გაძლევენ UFC-ში გასვლის საშუალებას კიდე რომ დატოვო კონტრაქტი და UFC-ში გადახვიდე ხო შეიძლება მაგ პუნქტით გააკეთო. მე დათანხმდებოდი მაგალითად რა, რომ მაგ პუნქტით მოდი გავაკეთოთ რა თქმა უნდა კი. და ეს ცალად ბრძოლები რა თქმა უნდა რეალური არის ახლა ბევრი ლიგა არის ასე რომ ვთქვათ გინდათ ბრეივი ცალად ბრძოლა შემიძლია ვნახო ბრეივში მეც მაგრამ მაგ არის როგორ მომენტი არის ასე რომ ვთქვათ რა რომ ეს შედგეს ეს სიტუაცია რა ახლა ლორდ კიფანიძეს შემთხვევაში ხო ბრეივის სიტუაცია საინტერესო არის და თვითონ როგორც მებრძოლებს ლორდ კიფანიძეს ბრეივი უხდება იმიტომ რომ იშვიათი ბრძოლების მებრძოლი არის ასე რომ ვთქვათ რა თუ გოჩას ჭირდება 2 კვირა, 3 კვირა შესვენება და უკვე თავიდან შეუძლია მომზადების დაწყება. სრული კემპისთვის ლორდ კიფაინძეს სჭირდება 2-3 თვე. ანუ რეაბილიტირება რაღაცა ყოველთვის წონას იკლებს და კაროჩი იცვითება ადამიანი ყოველ სულ ავათარის და ვერ იღდგენს თან კურნალობს და ისეც ცდილობს აიღდგინოს და ვერ იღდგენს და ლორდ კიფაინძესთვის საინტერესოა ბრეივის კონტრაქტი ურთიერთობა და გუჩასთვის არა პრაგმატიკული არის ასე რომ ვთქვათ რა. ამიტომ ბევრი ლიგები არის. ყველა ნებისმიერი ტოპ ლიგები წომაში არის. რაღაც ბრძოლებსაც გვთავაზობენ და ახლა ძალიან ბევრი ბრძოლების შემოთავაზები არის, FRC როა, FCR თუ რაღაც ისეთი ლიგა არის, ფრანგული თუ ევროპული ლიგა არის, იგენი გვთავაზობდნენ კამარზე ჩხუბს, გოჩასთვის პირდაპირ ვიღაც ნორმალურ მეტოქესთან. რაღაც ბევრი ბრძოლები არის, იქ ვიღაც შეშნებთან გვთავაზობენ ჩხუბს ევროპაში კიდე და უმარცხებლებთან როგორც გოჩა ისეთი სტილისტიკურად რა. მაგრამ matchmaking-ს ხოიც მისი მომენტი არის რომ უპატრონოთ არავინ არ უნდა იმოძრაოს და worldwide ევროპის თუ აზიის თვალსაზრისით ცალად ბრძოლები ბევრი გვექნება და ბევრი გამოგვიშლება ეს არსად არ წავა და გარდაუვალეს და რაც არ უნდა იყოს რაც არ უნდა მოხდეს კიდე არ დაგვაწყოს რომ საქართველოს გვაქვს აქ და საქართველოში შეიძლება ჩხუბი ჩავატაროთ რა პროსტა რამეს ბორები იგეგმება ან თქვა მაგალითად ზაფხული მოდის ახლა შვედეთში კაი იქნებოდა წასვლა იქ ბიჭებთან ვარჯიში ან ესპანეთში ხო ეხლა ისე ბევრი ჩამოდის ბფ-ში თბილისიდან ბიჭები და ჩეჩნეთიდან ჩამოდიან ბიჭები მოსამზადებლად კამარზე ჩამოდის მოსამზადებლად AFC-სთვის მებრძოლე რომ ჩემთან გაიაროს მომზადება და კიდე რამოდენიმე ჩამოდიან GCK-ის ერთი კონტრაქტი არის მებრძოლე ისე ჩამოდის ჩემთან მოსამზადებლად ეხლა და ამავე დროს გოჩა აპრილის შუა რიცხვებიდან მიდის კემპზე რუსლანისთან ერთად ეს ტაილანდური კევის მიმართულების დარბაზი არის ასე რომ ვთქვათ რა. იმიტომ რომ მისი კლინჩი და დგომი რო გავაძლიეროს ეს სივრცე და ცოტა მისი წელიდან და ფსიქიკიდან ჭიდაობის დატვირთვაც რომ მოხსნათ ასე რომ ვთქვათ რა. შესვენება კემპი არის რა. ეხლა გოჩა და რუსლანი მიდიან ერთი თვით კანარებზე არის, კანარების კუნძულზე არის გახსნილი იხსნება ახალი სიტუაცია ასე რომ ვთქვათ რა. ჯერ უცნობილი არა, თუმცა საკმაოდ ცნობილი დარბაზი იქნება მალე. მაგ მიდიან მოსამზადებლად ერთი თვით, ესა თან მომზადება, თან განტვირთვა, თან სტილის გამრავალფეროვნება, რომ რაც არ უნდა ახლა მაგარი ტრენერი ვიყოთ მე და შენახა რომეო. ხო იცი, თუ სხვა არაფერი არ დაინახე და სხვა ხედვას, სხვა ახალი ხედვაც მებრძოლისთვისაც საჭიროა და ანუ თვით ყველასთვის საჭირო არის ასე რომ ვთქვათ რა. ამიტომ კი ახლა მიდიან ბიჭები, გოჩა და რუსლანი მიდიან ახლა კანარებზე. ცოტა მის ჭიდაობაში გააზავონ მეტი მუხლები, მეტი იდაყვები, თუმცა მუხლები და იდაყვები კი გვეყვა ამ ჩხუბში, მაგრამ მაინც მუხლები, იდაყვები, მიდლები, ეს სწორი pressure დგომი ასე რომ ვთქვათ რა, არაკრივი და უფრო pressure დგომი ასე რომ აზიან და რომ მუშაობენ და უფრო მსგავსი ალბათ გურამ ქუთათელაძეს სტილზე დგომის ასე რომ ვთქვათ რა, ცოტა ისეთი რაღაცები რომ დავამატოთ, იმიტომ რომ ორივეს მოუხდება მაგი რა, სტილისტიკურად, იმიტომ რომ წონა წინა აქვს, აწვევიან წინა. ეს შეკრება უკვე რაც ჩასმული არის და რაც იგეგმება, სადაც უკვე ბილეთების სადაც ახლა 1-2 დღის მომენტი არის რომ იყიდება ბილეთებს და უკვე წავლიან ბიჭები და მე ბათუმში ვარ, ბიჭები დანარჩენი ბათუმში არიან, ემზადებიან რა. ბათაშორის რა იქნებოდა, კაი, შენ პრეცედენტი რომ დანერგო ეგეთი საქართველოში წვრთნელი ტირე მენეჯერი რა, 2-1-ში რა, რომ მოჭუბრებს აღარ მოუწიოთ სხვა ადამიანებთან კონსულტირება ყველაფერზე და ხარჯიც უფრო ნაკლები ექნება ბიჭებს რა. კაი იქნებოდა ეგ, იმიტომ რომ ცოტა ძალიან ჯერჯერობით MMA-ში ეგეთი რაღაცა, როცა
მწვრთნელი რომელიც ზრდის და პატრონობს თავდაპირველად შეუძლია რომ რენ მენეჯერიც იყოს რა. ბევრს არ უნდა, ზოგს არ შეუძლია, ზოგისთვის თავის ტკივილია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და წეგან რომ ლაპარაკობთ მენეჯერებზე, მე ხდება ისეთი რაღაცა რომ ხდება კონფლიქტები, მან ბევრი წაიღო, მან მომატყუა მენეჯერმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს რო არ მოხდეს. ლოკალურ დონეზე მართლა მასე ვარ ლოკალურ დონეზე, მაგრამ ეს ყველაფერი იმ დრომდე არის, სანამ საკმარის კავშირებს არ შევიძენთ, ხო იცი? სხვადასხვა. ყველასთვის საქმე კონდეს, თუ შევძლებთ მაგ საქმის გაკეთებას, შევძლებთ. თუ ვერ შევძლებთ, არც ავიღებთ. მესმის ახლა ვიღაცა თქვათ ვიღაც მენეჯმენტი რომ მოვიდეს და შესთავაზოს გოჩას თანამშრომლობა იმის ნაცვლად რომ UFC-ში სწრაფად და მოკლე გზით გაგიყვანთ და კონტრაქტი შესთავაზოს, შენ ვიცი რომ ახლა ხელს არ შეუშლი მაგაში, ხო და არ ეტყვი რომ არა მე უნდა. არა, რომას გოჩას, მხოლოდ გოჩა არის ჩემ დარბაზში მებრძოლი, ვისაც ყავს მენეჯერი მასეთი. ეს ორგანიზაცია რომელიც პერერასთან მუშაობს, პანტოჟასთან მუშაობს, ეს ორი ფლაგმანებს პირველ ნომერებს გულისხმობ რა. ეს კომპანია არის, რომელიც გოჩასთან მუშაობს და რომელიც გოჩა ჩასვა კონტენდერებში ლისტში და ანუ მუშაობენ მაგას და ამ შეკრებასაც მაგენი აფინანსებენ. მისი ფული ეს გოჩას ხარჯი არ არის ეს შეკრება რა. სადაც გოჩა მიდის. გოჩას პირადი ხარჯი არა, რა თქმა უნდა, პირადი ხარჯიდან წელობრივი იქნება, მაგრამ კვება, ფრენა და საცხოვრებელი მენეჯმენტი ღებულობს მის თავზე, იმიტომ რომ რაღაც ინვესტიციას დობს ამ მებრძოლეში, ასე რომ ვთქვათ რა. და მენეჯმენტის მუშაობს მეორე მხრიდან. თან მე ისეთი ურთიერთობა მაქვს მენეჯმენტთან ჩამოყალიბებული, რომ მე არ მიშლიან ბრძოლების გაკეთებაში ხელს, იმიტომ რომ GCK-ში ბრძოლა და რანჩენის ჯგუფები მე გავაკეთე ყველა. მე არ მიშლიან, მე ჩვენ ვართ იმაზე შელაპარაკებული, რომ შეძელით ეს ადამიანი შეიყვანეთ თქვენი კავშირებით UFC-ში, ან მიიღეთ გადაწყვეტილება, როცა შეიყვანთ და რა თქმა უნდა თქვენთან თანამშრომლობთ, თქვენთან ვიყვებათ. იმ ხელა ვარსკვლავები მოყვებიან ANSC-ში და UFC-ში. ჩემთვის არანაირი პრობლემა არ არის და ერთი მებრძოლი მყავს ხოლმე დარბაზში, ვისაც მენეჯერი ყავს, ასე რომ ვთქვათ რა, პროფესიონალური მენეჯერი ვისაც ყავს ახლა რა. ეს არის გოჩა. გი ბატონო. ეს ახლა ეს წელი ძალიან ჩემი აზრით წლის ბოლოს 2025 წლის ბოლოს ბევრი რაღაცეები უნდა მოხდეს ცვლილებები კაისკენ რა ჩვენთვის ქართველებისთვის MMA-ში, იმიტომ რომ ახლა ბიჭები არიან რამოდენიმე კაცი ყავს ისეთი რომელიც აი ზურგზე არიან მიმდგარი UFC-ს და თითქოს დღეს ხოლმე შევარდნენ რა ერთბაშერტი 5-6 კაცი არის ეგეთი და მე უკვე მაგის მერე თაობა უკვე გოჩას და თავისი ამ პლეიადის ჯერი იქნება მე რა სადღაც 2006 წელს ალბათ მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში 2006 წელს სადღაც 2006 წლის განმავლობაში გოჩა ვისურვებდი რომ უკვე ნახო მასე ვხედავ აი უკვე გარანტირებულად მასე მგონია და ეხა უკვე ველოდები უკვე ამირანის დრო არის ხა ლევანის ერთ ბრძოლაში ლევანის დროც არის მე მგონი აი უნდა იყოს ეს უკვე ასე ვთქვათ რა ეს ორი ადამიანს აი აუცილებლად ხედავ ასე მაგ მომენტებში რა ლევანის შემთხვევაში რა იყო იცი სამი ბრძოლის სერიაზე რო ვიყავით თან ისეთი დარბაზიდან როგორც ATT-ა მაშინ უნდა ყოფილიყო ცდილობა მაგისი გადაყვანის UFC-ში მაგრამ ჰონორარი მაგართან კონტრაქტი გაქვს მაგრამ ძალიან რთული იქნება ხო როგორ გინდა ბელატორთან კონტრაქტი არა შეიყო შესაძლებლობები იყო რაღაცები მაგრამ ჰონორარი მაგარი იყო ჯერ ეს PFL-ის ბაზარი რო დაიწყო მე ეგრევე ავჯაჯღანდი გამიგე მაგრამ არ ვიცოდით მაინც ხიანობა მე ვიტყვი არ მომეწონა ეგრევე თავიდან მეთქი ეს PFL-ის ბაზარი ძალიან ცუდი დუჟენიაა რა მაგას ვქონდა მე ზიკო და ლევანი რო იყვნენ აქ გადაცემაში ვისაუბრეთ ცოტა სხვადასხვა რაღაცები გვეგონა ყველას რა მაგრამ ჰონორარი კაი იყო გაიგე მე ახოდუ ბელატორმა ბევრი რაღაცები კაი გაუკეთა ლევანს ახლა კადრების მიღმა რაც არ ჩანს მე ერთ ჯგუფში უკვე ტიტულზე გადიოდა და აღარ იყო ეს გზნობ თქოსო აი გვეჩქარება UFC-ში გამიგე იმიტომ რომ კაი რაღაცები გველა მაგრამ ნუ მოიცი წამის ამბავია მოჩხუბლის ამბავი იღბალია ეხლა ვისაც გონია რომ ლევან ჩოხელი ტოპებში 160-ში ვინმე სტოლს დაუდებს ცდები ძალიან ლარკინი არის საჩემპიონო კაცი იყო UFC-ში უბრალოდ ფულს არ უხდიდნენ როგორც ბევრს არ უხდიდნენ და იმიტომ წავიდა UFC-დან და ბელატორში რო გადავიდა ეგრევე კამარზე იჭუბა თუ გახსოვთ არ გახსოვთ თან მინდა გითხრათ რომ ჩოხელი შეთქენ არ გეუბნებით იმათ ვეუბნებით არა ხო და თან სტილისტიკურ მაყურებლისთვის მინდა ვთქვა რომ ჩოხელი უფრო გამოიყურება UFC-ში კარგად ასე რომ ვთქვა და სტილისტიკურად შემადგენლობით და იმიტომ რომ იქაც ანუ მე ვარ რა ჩოხელი და გოგოლაძე კარგად ასე გამოიყურებთ გომის პრეშერ მებრძოლეები საკაიფოდ გამოიყურებიან UFC-თვის უფრო კარგად მინდა გითხრა რომ ლევანი როცა უნდა
და გადაწყვეტს რომ იჭიდაოს ძალიან ძლიერია რა პარტია. თქმა უნდა, ძალიან ძლიერია. 100%. იმიტომ რომ მე როგორ მაგაზე არ ჩემი ხარ. თვალით ნანახი ძალიან მაგარ მებრძოლებთან თავისი წონის თავისი ერთი წონით დაბლა და ერთი წონით მაღლა. სულ ეგრე ვარჯიშობს ლევანი 155 მეტრებში, როცა სისტრაფეზე უნდა მუშაობა თავის წონასთან და როცა ძალაზე უნდა მუშაობა 185 პაუნდში ვინც იბრძვის მაგათთან ვარჯიშობს და ძალიან უბრალოდ რატომღაც იმდენად უნდოდა რომ აი ეს რაღაც სასწაული ფანტასტიკური ნოკაუტი გამოეცხო ამ ჯგუფშიც, მაგის გამო ჩემი აზრით აი მოხდა რაც მოხდა რა. მაგრამ ჩემთვის ახლა ხო თუნდაც ახლა იმიტომ რომ აი ჩემი ძმა კაციაო თქვან ვიღაცამ ესა, მაგრამ არგუმენტებითაც დავალაგოთ ლევან ჩოხელი დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო UFC-ში რა მოკლედ რა და იმედია ამ წლის ბოლოს იქნება და მე უკვე გუსტად მაგას ვიძახი, მე უკვე გოჩას და თავისი თაობის ჯერი მოდის რა რომ შევარდნენ რა. ამ ნახოთ იმედია ეს ყველაფერი ისე უნდა დაალაგდეს რომ ეს ფენად თავის ავტომატურად ეს სისტემა უნდა დაეწყოს რომ აი ერთი ფენა მე ვისი დროც მოვა ისინი შევიდნენ და ეს ჩვენთვის ჯერ არა გაღებული კარი ისე რომ აი ეს უმტკივნელად მოხდეს ეს ტრანსფორმაცია თაობების ცვლა UFC-ში რა. ჯერ მაინც მიწოლა გჭირდება თითქოს რა. მაგრამ იმედია რომ აი მალე დაეწყობა ეს ერთმანეთს და ნახავთ ამას. თუ გახსოვს რომ მე რომ ვაპარაკობდი ეს გაგებაზე ეს ბაბლი რო აფეთქდება ასე რომ ვთქვათ რა, აი შემდეგი ქართველით რო აფეთქდება თან უკვე წავანაკადი ასე რომ ვთქვათ რა, დარწმუნებული ვარ თან უკვე რომ წავანაკადი და ძალიან მაგრა წავამაგინაკადი რა ქართული მებრძოლეების და არ ვიცი UFC-მ რა უნდა აკეთოს ამ ქართული მებრძოლეები და რაღაც სტერეოტიპი უნდა გააკეთოს worldwide რო არის ესენი რაცა warrior-ები არიან ცხოვრებით და აი ყურეთ და რა თვითონ უნდა გავაკეთოთ ეგ ჩვენ თვითონ UFC ამაში performance ინსტიტუტიც გაიხსნება და ჩვენთან იქნება ნახავთ თქვენ one day bro ბაქოში რო გაიხსნება ალბათ და იქ მოგვიწევს სიარული. ბაქოში გაიხსნება, იმიტომ რომ რა იცი, ბაქოში ქართველები არ გადაიხდიან მასე ფულს და ეს უაზრო დიდი ფული ღირს მაგის გახსნა. ძალიან დიდი ფული ღირს მაგის გახსნა. ყველა ქართველები ძმაო ფულს ვიხდით მარტო იმაში რა ქვია ხინკალში და ხაჭაპურში. სხვა რაღაცებში ჩვენ ფულის გადახდა არ გვიყვარს. იმიტომაც რომ არაფერი არ გამოდის ჩვენთან. მუშას ფულს არ უხდი, იმას ფულს არ უხდი, ამას ფულს არ უნდა განვითარდეს რამე ქვეყანაში, როცა ადამიანს ფულს თუ არ გადაუხდი, როგორ გაიგე? ამას რომ ვაკეთებ ჩვენ მე და გიორგი 5 წელია უფასო და ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ გვაქვს მაგის ფუფუნება, რომ ენთუზიაზმზე ვიმუშაოთ. ანუ რისი თქმა გინდათ, რომ ეხა ეს UFC Performance Institute ამერიკაში რომელიც არის, ეგ თავრობამ ამ ქვეყანამ გადაიხადა? არა, ეს UFC-მ გადაიხადა, პიაი, მაგრამ UFC Jimmy ნებისმიერ შოუზე გააკეთოს საქართველოში, აი ნებისმიერს ვაფშე. ვაფშე ნებისმიერ ფულის მომენტი არის მხოლოდ რა, ასე რომ ვთქვათ რა. საქართველოში თან მაგი ფული არსებობს. თან არის მაგი ფული და ბევრი ხალხი არის, რომ საკმარისი ფული აქვს მაგის რა. პროსტა აი როგორ გითხრათ. მუღამი არ არის რა, ასე რომ ვთქვათ რა. ხაი UFC Jimmy არა, მაგრამ Performance Institute ძალიან დიდი ამბავი არის რა, ძალიან დიდი საქმე არის რა. ძალიან დიდი ამბავი არა, თქმა უნდა რა. ხოლო ჩანხაი მექსიკოში არის, ახლა ხვალ ბრძოლები იქნება მექსიკოში. Shanghai, Mexico and Vegas რა და რავი აბა სად იქნება კიდე. კაცმა არის. თან ახლა ისეთი მომენტია, ხვაზე ხარ UFC-ში ღებულობენ ყველას. ყველა UFC-ს მებრძოლეს და ახლა საქართველოში ახლა რუსმა იბლატაოს ახლა ჯიმში ისეთი ბაზარია რა. უკვე პოლიტიკური მომენტი არის, ასე ვთქვა და არ მოხდება მასეთი რაღაცა ახლა რუსებისთვის სერვისი და რუსული დროშისთვის სერვისი საქართველოში არ გაკაჩას. თუმცა UFC Jimmy რეალური არის რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს. ძალიან მარტივად. ეს იყო ძალიან მაგარი UFC Performance Institute-ში უკვე ესა წარწერები აქვს ქართულად არავე რომ გთხოვთ დაკეტეთ Steam Room-ის ისა რა ქვია კარები და რაღაც. ძალიან მაგარი. მოგიდე ეგ ისევე ჯობია ვიდრე ესა გერმანიაში რო ეწერა 90-იან წლებში ქართველებო არ მოიპაროთო რა. ეგ აი ეგ რო არაწერია არსად ბანჩი, ისტორია გამიწდებოდა გული რა. მან დინინა პაულო კოსტას ეუბნებიან საჭველი არ მოპაროთო. ქართველებს არ მოპარო. მან რომელ წერია ეთი ნაბარი წერია ქართველებს არ მოპაროთო რა. You tune into the Cartwellians on the Fight Pod podcast. Fight Pod. Yeah. ჩავახუიოთ რა, მოკლედ ეს იყო 199 ეპიზოდი.
Fight Hop პოდკასტი ნოსტალ გიორგი სართანია, რომეო 50 ცენტერაძე, ხვიჩა ქორიძე და გოჩა შაინიძე. Spotify, Apple Podcast, YouTube გამოყევით დარჩით ჩვენთან. ბათუმი Fire Academy შაურა თლიანი საქართველო.